პოლიტიკა და სპორტი გავმიჯნოთ, ხალხო და კულტურა და სპორტი გავმიჯნოთ. თან უმეტესად ვინც ამას წერს გავმიჯნოდ წერენ. ეს არის ფარისევლობა, თვალთმაქცობა, რომ კულტურა და პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვა. უძრაობის პერიოდის სოციალური ქსოვილის რესტავრაცია ხდება მთლიანად თანამედროვე საქართველოში. როცა ყველაფერი ნათელია წიხლი არ უნდა დაარტყა დაგდებულ ადამიანს, ამ დროსაც კი ამ პოზიციას არ აფიქსირებ. აიგაა პრობლემა. აღიარების ისეთი პათოლოგიური სურვილია არტისტისგან, რომ ზედუში მორალი, აქ უკაცრავად და ფეხებზე კიდია თვათ. შენ ან ხარ კონფორმისტი, ან უბრალოდ ხრეტენ. ბრეჟნევს ვეუბნებით, რომ მზე ჩრდილოეთიდან ამოდის და გარიბაშვილს ვეუბნებით, რომ მადლობა მართლმადიდებლობისთვის. ძალიან დიდი რაღაცის გაწირვა შეუძლიათ ადამიანებს ძალიან მცირე რამის გამო. მარტო ფული კი არ არის, არამედ ის, რომ კულტურის მინისტრთან ესე დაურეკავად უნდა მიდიოდეს. ეს 13 წელი ისინი თანაცხოვრობდნენ ამ რეჟიმთან. თანამედროვე კონფორმისტის ქცევა დიდწილად განპირობებულია არა რაღაცაზე გაღიზიანებით ან მორალური მგზნობელობით, არამედ ინტერესით, ფინანსური ინტერესით. რო დამხრიტო ეგეთ რაღაც ვერ გავა და არ გავაკეთებ. გაიგე რომ რუსული ოლიგარქიის ციკლი და ეს დასრულდება ავტოკრატიის. მერე გვექნება ძალიან სერიოზული სასაუბრო. გამარჯობა, ეთერშია გაცემა პოლიტიკური კოდი YouTube პლატფორმაზე მისმინე, გამოვყევით TikTok-ზე, Facebook-ზე და სხვა სოციალებში. ამ გადაცემაში დღეს ვისაუბრებთ სპორტზე, კულტურაზე, მათმშენებლობაზე, ელიტარულ კონფორმიზმზე ჩვენს რეალობაში. ნუ არ მარტო ჩვენს თანამედროვე საქართველოსი, არამედ ზოგადად საბჭოთა ისტორიასაც გადავხედავთ. ჩვენი სტუმრები იქნებიან ისტორიკოსი ბექა კობახიძე და მწერალი ლაშა ბუხაძე. ნუ ესე დაემთხვა თანა წამყვანებით სხვა გადაცემების ჩვენ პლატფორმაზე. მეზობლები მოიწვია, ხო, ესე გამოვიდა რა, ახლა გარენათესავები და ასე შემდეგ, მაგრამ ამ თემაზე სასაუბროთ თქვენზე უკეთეს კანდიდატურებს ბევრს ვერ მოვნახავ. მე ვისნათესავიც ავარ ეს მეყოფა. კობახიძეს გულისხმობ, იმ კობახიძეს, ხო, კი ბატონო. ხო, ლაშა არა შემჩნეული ეგეთ ნათესავებში რა, ჯერჯერობით ბუღაძე არსად დაუნიშნა რა. ხო. კია. ეთი ბუღა თურქს თუ კი ბატონო. მოგეთ მადლობა სტუმრობისათვის. მადლობა თქვენ. გაცემას მე გავხსნე ესე თქვა რა, ნუ ზოგადად ჩვენი საზოგადოება არ არის მარტო რაღაც ახალი თანამედროვე საქართველოს პირმშო რა, ჩვენ ჯერ კიდე საბჭოეთი მოგდევს, ხო, ბევრ რაღაცაში რა და ნუ საბჭოეთი კიდე მაინც მეტნაკლებად რუსეთის იმპერიაზე იყო დამყნობილი. ხო? ყოველთვის ჩვენ რაც გვახსოვს, აი ჩვენ მეხსიერებაში რა, ჩვენ ნავი თაობის ხალხის სულ იყვნენ ვიღაც კულტურის და სპორტის გამოჩენილი მოღვაწეები, რომლებიც სიტყვაზე შეიძლება ეკრანზე ერთ როლს ასახიერებდნენ, ცხოვრებაში სულ სხვა როლს თამაშობდნენ და აი ერთი რაც ზოლად გასდევდა პირადად ჩემთვის მათ მოღვაწეობას იყო არა მარტო ეს შეუსაბამობა და არათანმიმდევრობა, არამედ აი კონფორმიზმი, რასაც ქვია რა, აი ცხოვრების კარგად მოწყობა იმის ხარჯზე, რომ აი რაღაც მომენტში ხმა არ მოიღო, რაღაც მომენტში პარტიის გვერდით დადგე, პარტიის დროშა აფრიალო და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოდი ახლა ესე ვთქვათ, რომ რეალურად ეს თავგანწირვას ხშირად არ ქონია ადგილი. ცოტა შეიძლება საკამათო რამე ვთქვა, მაგრამ თუნდაც ტიციანი, პაოლო და მიხეილ ჯავახიშვილი რო ავიღოთ 1927 წელს მოხდა დახურეტა. ხო, ანუ 24 წლის აჯანყებაც კაი ხნის მილეული იყო, 21 წელს დამოუკიდებლობის დაკარგვაც და ასე შემდეგ. იგივე ხა ივანე ჯავახიშვილიც რო ავიღოთ, ივანე ჯავახიშვილი 1940 წელს თავის სიკვდილით გარდაიცვალა, მანამდე თვალსდები 36 წელს დაგმეს მისი ისტორიული ნაშრომებიდან, მაგით გადარჩა ჩამოცილდა უნივერსიტეტს, მაგრამ მისი პოზიციაც რო თქვა, რომ აი მე ხმალ ამოღებული ეკვეთა. სხვათა შორის მოუწია სტალინის გენეალოგიის კვლევა ივანე ჯავახიშვილს. კი, მოუწია. კი ბატონო რა, და ანუ ქონდა ახლა ეგეთ ბევრი მაგალითები, შალვა მუცუბიძე შეგვიძლია ავიღოთ ყველაზე ძიმე მაგალითი, ხო? აი მაშინ ორი კვირის თუ ერთი თვის წინ წავაწყდი ინტერნეტში ინფორმაციას, რომელიც ჩემს გაცილებით უფრო
უსიამოვნოდ მოულოდნელი იყო. კოლაუ ნადირაძის ძალიან ცნობილი ლექსი შემოდიოდა სიკვდილით ცელით. კოლაუ ნადირაძის აქვს დაგმობილი 85 წელს 1985-88 წელს რაღაც სხდომაზე რა. ანუ თავადვე დაგმო ავტორმა ლექსი, რომელსაც ყოველ თებერვალში დიდის ამბით საქართველოს Facebook-ი მიაქვს რა და ანუ ეს ყველაფერი რა საბოლოოდ დიდი პრობლემა თანამედროვე საზოგადოების, როცა შენ გჭირდება უფრო რაღაც მკაფიო ხაზები ხოლმე რა ბრძოლაში რა. ერთ-ერთი წინა ეპიზოდი ჩემი პოდკასტის იყო ფეხბურთზე და ფეხბურთის ისტორიაზე. შეიძლება ზოგმა შენმა მაყურებელმაც ნახა. ეგ ძალიან კაი მაგალითები იყო მან მოყვანილი. კი. დინამოს ფეხბურთელები პარალელურად როგორ აი დღეს რო არიან, ხო, სატრენაჟერო დარბაზები და რო გამოყავთ ტიპები და მოჭიდავეები და ეს საქართველოს ნაკრების უწვრთნელი რო იწევდა იან ტებილიძე არ თუ არ ვცდები გვარად რო აი მიგვიშვანო და მე ჩვენ ვიცით ხო ანუ ის დინამოს ფეხბურთელები 30-იანებში ვინც იყვნენ ჯერ თვითონ იყვნენ მოედანზე ფეხბურთელები მე ჩეკაში იყვნენ ჯალათები მე თვითონ დაიხრიტნენ ანუ ავტორიტარულ რეჟიმებში თავისი ფასი აქვს და თავისი ქცევის კოდექსი აქვს პრივილეგირებულობას და წარმატებას. განსაკუთრებით ადრესაბჭოთა პერიოდში იყოს. ანუ ამის ნიშნებს ახლა ვხედავ, თუმცა ეს არ არის რაღაცა საქართველოს სივრცეში ამის ნოუ-ჰაუ გამოიგონეს და შექმნეს ეს ხო არ არის. ანუ ყველა ავტორიტარული რეჟიმი, განსაკუთრებით დიქტატორული რეჟიმები განსაკუთრებით იტალიის მუსოლინის იტალიიდან მოყოლებული სპორტს, რასაკვირველია კულტურასა და ხელოვნებას იყენებს როგორც მასების მობილიზაციის საშუალებას და იმის საშუალებას რომ აი ამ ფეისების შექმნით, მნიშვნელოვანი ხალხის შექმნით, მის გარშემო მობილიზება, იმიტომ რომ სტადიონი ხო, საფეხბურთო სტადიონი ხო, იწევს 10,000-ობით ადამიანს ხო, დინამოს სტადიონი 55-ად და დინამოს სტადიონზე ყოფილა 100,000-იანი დასწრებები ხო, ეს ხო ძალიან სერიოზული ამბავი არის. ეს ერთი ამბავი, ხოლო დამატებით კიდე აქ ის არის რომ ესე იგი სპორტი და ხელოვნება ჯდებოდა ძალიან საბჭოთა ნაციონალურ პოლიტიკაში. ანუ ქართველებს ჩვენ გქონდა ქართველობის უფლება რაღაცა ჩარჩოებში. საბჭოთა დროს. ჩვენ მაგალითად არ გქონდა უფლება რომ მოგვეთხოვა მეტი პოლიტიკური გამოგეხატა ცეკვაში ან დინამოს უნდა მოეგო არარატის თუ და დათუნაშვილს გაეტანა 5 გოლი რა ეგ იყო და ეგ დაახლოებით რა. ხო. სპორტ რაღაცა ცეკვა, სპორტი, ღვინო, კულტურა, თან როგორი რაღაცაა, იცი რომ ხა იოანე ზოსიმეს 5 მილიონი კაცი ვერ წაიკითხავს. მაგრამ გუცაევის და დარასელიას ფინტებით 5 მილიონ ადამიანს შეუძლია ახტოვანება. მარტო გასაგებია გაცილებით. ხო? და აქედან გამომდინარე მობილიზაციის ყველაზე კარგი საშუალება საბჭოთა კავშირში იყო ეს და ეს ხო რაღაც საბჭოთა ნაციონალიზმის დნმ-ი ჩვენში ხო დომინანტია განსაკუთრებით აი ქართული ოცნების ხელისუფლება მთლიანად აღადგენს ამ საბჭოთა ნაციონალობის დნმ-ს. ანუ ის რა არის ქართველობა და რო დაიყვანება ენაზე, კულტურაზე და სპორტზე. შესაბამისად, ამ სპორტისადმი არის ძალიან მაღალი მგრძნობელობა საქართველოში და აი თუ დააკვირდებით, ხო, რომ თუ ვინმე იურჩა საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან, აი გააკრიტიკა ხელისუფლება. იმას შეიძლება მივიდნენ დუბიკა ჩაარტყან პირდაპირ თავში, დაიჭირონ, ჯარიმა გამოუწერონ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც რამდენიმე ფეხბურთელმა ხმა მოიღო აი ამ გასულ 1 წლის წინანდელ რეპრესიებზე ხო იყო ბუდუზი ვზივაძე იყო ხოჩორაშვილი იყო და ხო ანუ ჯაბა იყო კანკავა თუ არ ჩავთვლით აი ერთი გამონაკლისი იყო თუ არ ვცდები რა იყო სპორტის ძიუდოისტი რო არის ხაბელოვი კი არა
ხაბარელი შოთა ხაბარელს თუ არ ჩავთვლით რომელიც ისე გამოეხმაურა ზივზივაძეს ხო კრიტიკის ტონით სხვა მხრივ აი საჯარო შეტევა ამ ფეხბურთელებისადმი ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა პირიქით აი პირადად მათ დაურეკავდნენ აი კოჩორას რა მახსოვს იცი აი ზუსტად ამ დარეკვებიდან თუ გახსოვს შენ კოჩორას რო ურეკავს კალაძე და კობახიცი რა აი ტონს რო დააგდევ აი მე კოჩორა ნალანძი ყავთ ეს კოჩორა პოსტივის და იმედის მეშვეობით ხო და რის თქვა რა და გოლი როგორც კი გაიტანა ვაიმე კოჩორ და კოჩორ ნალანძი ყავს ხო და ზუსტად მაგას ვაუბრ რა ეგ არგუმენტი კოჩორა არის თურმე ნაცი ეს გამახსენდა ხა კალაძის სიტყვები როინ კოჩორაშვილზე რო ილაპარაკო ნაცი შვილია რა უნდა ეთქვა ხო მაგრამ ეგ იყო წამოყრანტალება აი რაღაცა თავდაპირველი რეაქცია იყო და შემდეგ იყო მოლბობა, დატკბობა, დათბობა იმისთვის რომ ანუ არა აქვთ ამათ პოლიტიკაში ის რომ ეს სპორტსმენი არ უნდა იყოს განაწყენებული, სპორტსმენი უნდა იყოს კმაყოფილი. მიბმული უნდა იყოს, კმაყოფილი უნდა იყოს, ანუ პირიქით მას უნდა ჩააყვნენ იმისთვის რომ მე სპორტსმენმა მობილიზაცია პროტესტის მხარეს არ გააძლიეროს და ჩვენ ახლა ასე უნდა გვესმოდეს, ხო? აი მე მაგალითად თუ ისტორიას სწავლობ და მთელი ჩემი დროის ინვესტირება ამაში მიდის, რაღაცა სხვა დარგები არ ვიცი ისე, არც უნდა ვიცოდე, ხო ასეა? და შესაბამისად ეს სპორტსმენები, რომლებიც ხშირად უცხოეთში თამაშობენ, ამ სოციუმს გარკვეულწილად არიან მოწყვეტილები და არ აქვთ ის ფილტრები და ის განათლება რომლითაც მათ უნდა მოუთხოვოთ იყვნენ ისეთივე მოქალაქეები, როგორებიც ისინი არიან სპორტსმენები და ამ მხრივ ამ ხელისუფლებისთვის არიან უფრო იოლის სამიზნეებიც, ხო, ვიდრე სამოქალაქო მაგაში რაში ვერ დაგეთანხმდა, რაში ვერ წამოყვები, ვიცი რომ აი არავინ არ თხოვს რაღაც სიღრმეებს ჩაიხევს. პირობითად სპორტსმენს კი არა შენ არ მოგთხოვ რომ ჯორჯ კენანის რაღაც long telegram იცოდე რა არანაირად, ხო? შენც ვერ მომთხოვ რაღაც სიღრმეში და ისტორიაში, მაგრამ პირობითად რა ვიყოთ, არის სიტუაციები პოლიტიკაში, თორსა ყველაფერი ნათელია. ანუ ვინმეს რომ უთხრა, აი 2+2 რამდენია? და იმან რომ მომიგოს რა ვქნა ძმა მე მათემატიკოსი არა ვარ, ნუ დაახლოებით იგივე რაღაცა, ანუ ეგეთ სიტუაციებზეც კი როცა ყველაფერი ნათელია, რომ წიხლი არ უნდა დაარტყა დაგდებულ ადამიანს და რაღაცა რავი ხალხის ცემაც უდია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამ დროსაც კი ამ პოზიციას არ აფიქსირებ. აი გაა პრობლემა, მაგას გთხოვ მე შენ რომ ეგეთ სიტუაციაში ხმა მოიღო, თორე შენ რო ეხა ჩახედული არ უნდა იყო გასაგებია, ანუ ანტონიო კონტე მეც არ გამოდივარ, ფეხბურთი მიყვარს სიგიჟემდე, მაგრამ ტაქტიკურ სხემას კონტეს ვერ ვასწავლე. აი ეგ მომენტია რა. ეშმაკის ადვოკატის ფუნქციას შევითვისებ ხა და გეტყვი რომ თუ შენ დაგაჯერეს, რაც პრინციპში ხდება, ხო? თუ შენ რაღაც დაგაჯერეს, მე უკვე ისედაც იქეთ. ანუ თუ დაგაჯერეს, რომ კი ახლა ეს წიხლის დარტყმა სახეში ცუდი არის და სხვათა შორის ეს წიხლის დარტყმა ბევრმა დაგმა, მათ შორის ფეხბურთელებმაც და მაგრამ ის იმსახურებდა თუ რა? არა, იმსახურებდა არა, ეს ცალსახად ცუდია, მაგრამ რაღაცა უფრო დიდ გრანდიოზულ მიზანს ემსახურება, რომ ომში არ ჩაგვითხრონ, ანუ აი ამ ტიპის სახის ცვლების დარტყმა, ესა რა ქვია, დალეწვა, იმიტომ არის საჭირო, რომ ერთი მხრივ ომში არ გვითხრევენ, მეორე მხრივ ჩვენი რაღაცა იდენტობას ვინარჩუნებთ, იმიტომ რომ აქ ისანი არა, მოვლენ და ქართველობას აგვართვენ, მიუხედავად იმისა, რომ თელ ჩვენი, ესე ვთქვათ, სპორტული ელიტა ევროპაშია და ყოველ შემთხვევაში დასავლურ ქვეყნებშია და ამ დროს იქ არავისთვის არაფერი წავრთმევიათ რა, მაგრამ ზოგადად ეგ მომენტი შედაცახი შეგვიწორია რა, კი, სპორტის მიმართ უდესი ყურადღება და ეს უდესი ყურადღებას საბჭოთა საქართველოს ნებისმიერ ხარს გაწ. ეხა მაგალითად რა მე რასაც მომხრობ და საერთოდ არ მეწინააღმდეგები ხა ჩვენ საკალათბურთო ნაკრებს ძალიან კარგი კალათბურთელები ყავს, მაგრამ სკამი გვაქვს ძალიან პატარა, ხო? ანუ სულ 4-5 კალათბურთელია, რომელიც ტოპ დონეს თამაშობს, ხო? და ნუ ერთ თავარი არის შენგელია, თორნიკე შენგელია, რომელიც არის კაპიტანი და რომელიც გუნდი თამაშობს ევროლიგაში. და არ აქვს გუნდს ვალდებულება, რომ ის სანაკრებო ფანჯარაზე გამოუშვას და თქვათ ერთ დღეს თუ არის ევროლიგის თამაში, მეორე დღეს არის ნაკრების თამაში და აირზენას თვითმფრინავს აგზავნიან იმისთვის, რომ ერთი კაცი, ანუ აი როგორც რომ პრეზიდენტს რომ ემსახურება ერთ კაცს, ერთი კაცი ჩამოიყვანონ ნაკრების თამაშზე და მერე იმას კიდე მეორე თამაში უწევს და თამაშის მერე გადააფრენონ ისევ უკან. ანუ ეს ის იყო რა ქვია
ისლანდიის ნაკრებმა, რომელსაც მოუგეთ და მსოფლიო ჩემპიონატზე გავედით, მათმა გააკეთა განცხადება და ხა ისლანდია ხო საქართველოზე 30 ჯერ დიდარი ქვეყანა არის, ხო? მე მათქვა რომ ეგეთი ფუფუნება რომ მქონდესო რომ ჩარტერებითო თვითონ მოთამაშეები აქეთ-იქით ვატარო, მე მომთხოვეთ რაც გინდათო და ხო? ანუ ეგეთი ყურადღება არ ექცევაო ჩვენთანო ნაკრებსო, რამდენიც ვაქო. ანუ რის თქმა მინდა რა რომ ამაში მაქსიმალური ინვესტიცია, იმიტომ რომ ამონაგები ელექტორალური გინდა პროპაგანდისტული ამონაგები იმდენი არის რომ ყველანაირი უღირს, ხო? საერთოდ ავტორიტარული რეჟიმი ხო მიდრეკილები არიან აი ამ ტოტალური თავშეყრების კონტროლისკენ. ხო, აი საერთოდ ყველაზე კარგი მაგალითები ისე მაგ თემას თუ გინდა საქართველოს არ არის და არც საბჭოეთი შეიძლება ნაცისტური გერმანია, ოლიმპიური თამაშები, მიუნხენი, ხო? 36 ბერლინი უკაცრავად კაცო. 36-ში ეგ იყო და 34-ში იყო მუსოლინის იტალიაში. ჯესი ოუენსის ერთ გამარჯვება არ უღირდა შეიძლება რომელიღაც ბრძოლის მოგება რაღაც მომენტში ჰიტლერს რა. ანუ ეგ მე-20 საუკუნის მოგონებაა ზოგადად. 78 წლის არგენტინის ხუნტა. კი, რას ამბობ, ეგ ნუ არგენტინის სტაჟიანი ფანი ვარ და ეგ ტკივნეულისა ყოველს მიხსენებენ რომ აი ის ჩემპიონატი დავადებული არ ვარ მაგდროს, მაგრამ უყურე როგორა სპორტი ჩავთოთ კაცო, ახლა წერალი კაცი მოვიყვანე. აი მაგისკენ მინდა წახო სპორტი არის მაინც თანამედროვეობის ნაყოფია რამხრივ, ხა განმარტავ რა. ანუ სპორტს სჭირდება ორგანიზება და სჭირდება კონკურენტი. რა, ანუ სპორტი არ არსებობს თუ სხვა გუნდს არ ეთამაშები. მეორე ავიღოთ ხა თანამედროვე სპორტები ხა ნეისმიტმა მოიგონა კალათბურთი პირობითად, ხო? ფეხბურთით შედარებით ადრინდელია. განსხვავებული კულტურა, ხო? კულტურა არის უძველესი რაღაც პიროყოფილი ადამიანიდან ლასკას გამოქვაბულში რო ხატავდა, მაგის მერე სულ რაღაც აკეთებს, მაგრამ კულტურას როგორი ეფექტი აქვს, იცი? აი ჩემი აზრით. რა, სპორტს შეიძლება არ ქონდეს არასდროს ისეთი გრძელვადიანი ეფექტი, ანუ მონალიზა რო დახატა ლეონარდომ რა იმან გაუძლო საუკუნეებს და გაუძლო 1000 წლეულებს რა. მარადონას გოლი შენ ვიღაცა შეიძლება 100 წლის მერე აღარ ახსოვდეს, სხვა გოლი გადაფარავს, სხვა ფეხბურთელი გადაფარავს და ასე შემდეგ რა. ანუ ორი სხვადასხვა ეფექტია და პლუს სპორტს ჭირდება ორგანიზება. კულტურას ამ წერლობას ორგანიზება არ ჭირდება ხა. ლაშა თუ დაწერს რამეს რა, ანუ მაინც და მაინც ორგანიზება არ ჭირდება. საბჭოთა კავშირში და რეჟიმებში ეგეც ორგანიზებული იყო ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ნუ მაინც სხვანაირი ეფექტი აქვს რა კულტურას რა. მაგრამ კულტურის მოღვაწეებიც არ ნაკლები არიან ჩაბმულები ამ ყველაფერში. არ გეს ამის გადატეხვა ამ ჯოხის მარტო რაღაც ერთ სფეროზე, ერთ ადამიანზე და ასე შემდეგ რა. კულტურა რა ხა მწერლობა არ იყო ჩაბმული საბჭოთა იმაში. ის იყო თუ იყო. ცხადია და თან მე მგონი ამის ეს ისტორია აქვს შესაძლებლად აღწერილი აკაკი ბაქრაძეს, ხო, თავის მე მგონი ესეთ საკულტო წიგნში წერლობის მოთვინიერება. რამდენადაც ტრაგიკულია ეს ამბავი, იმდენად ძალიან კომიკურია ის თუ როგორ ცდილობენ წერლები ჯერ ერთი ადაპტირებას იმ იდეოლოგიურ პირობებთან, რომელიც იცვლება, დროს საბჭოთა პერიოდი, ხო, სხვადასხვა პერიოდებათვე იყოფა მათ შორის ტერორის სიმძაფრითაც და იდეოლოგიური ასე ვთქვათ გრადაციების კუთხითაც, მაგრამ ზოგადად ეხლა თუ კი ჩვენ საუბრობთ თქვა კულტურაზე და კონფორმიზმზე, ეს ნუ ძალიან საინტერესო საკითხია და ნუ ალბათ ეხლა პრინციპში ეხლა ძალიან რომ გავართულოთ კონფორმიზმის სათავე გენეზისი შიშია. ეს არის შეშინებული ადამიანი. ან შეშინებული, ან ანგარებიანი, ან ორივე ერთად. ესე იგი, ან რაღაცა გამორჩენაა აქა, ან და უპირველეს ყოვლისა კი შიში არის. ამის მოძრავებელი, ხლა თქვენ ახსენეთ ნაცისტური გერმანია, აგერ მუსოლინი ახსენა, ბეკამ, ხლა რაც კულტურიდან შეიძლება გამახსენდეს, სხვათა შორის და გაგვახსენდეს და ეს იყოს ასევე რაღაცნაირად რეფლექსირებული ლიტერატურაშიც არის მაგალითად ძალიან ცნობილი ისტორია აი რეჟიმის, პოლიტიკური რეჟიმისა და ხელოვანის ურთიერთობის თვალსაზრისით, თქვათ იგივე ნაცისტური გერმანიის და არა მხოლოდ ნაცისტური გერმანიის, არამედ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დირიჟორის ისტორია ვილჰელმ ფურტვენგლერის, რომელიც ჰიტლერის დაბადების დღეზე უკრავს მეცხრე სიმფონიას, რომელსაც ამის ჩანაწერები არსებობს ხომ, ქრონიკა, სადაც გებელს
რევერსიულ ოცავს მას და შემდეგ დენაციფიკაციას ექვემდებარება ვილჰელმ ფურტვენგლერიც. საინტერესოა რომ კულტჰამსუნი არ გაგახსენდა მწერალს. ხო, აიცი რა არის, რატო არის საინტერესო რომ კულტჰამსუნიც და ეზრა პაუნდიც და სოშორის ბევრი. ხო, ნუ არ ვიცი, რამდენად ჰაიდეგერი და ასე შემდეგ არიან. ბერნარდ შოუსაც ეს არაადეკვატური რასისტული ესე ვთქვათ პოზიციებია გამოხატული, მაგრამ უშუალოდ ვინც ნაცისტებს უჭერდა, მაგრამ ფურტვენგლერი რატოა საინტერესო? ფურტვენგლერი არ არის ფანატიკოსი, მხარდამჭერი ნაცისტების. ეხლა ჰაიდეგერს საერთოდ წერილებში უწერია, რომ ჰიტლერის ნატიფ ხელებს თვალს ვერ ვწყვეტო. როგორი ლამაზი ხელები აქვს. ამით მე მახსენდება იგივე პასტერნაკის აღტაცებულობა სტალინით. ერთ-ერთი გამოსის დროს ის ესე უცნაურ შეფასებასაც ასევს, რომ რაღაცა ქალურიც ჰქონდა და კატისებრიცო. სტალინს აი წარმოიდგინე და ეხლა რაღაცა გვანიშნავ ძალიან დიდხანს ტაშს უკრავდითო. სად ნახა სტალინში რამე ქალური? აი რაღაცა რუსულად ჟენსტვენნაე. აი რაღაცა მოხიბლვის რაღაცა უნარი და შეყვარებულობის მასზე. იქ ესეთი ცნობილი გამოსვლა, სტალინო ძალიან დიდხანს უკრავენ ტაშს. და სტალინმა აჩვენა საათზე ირონიით, რომ ამდენხანს ნუ უკრავ ტაშსო და აღტაცებულები არიან და რომ პასტერნაკი ამას იმეორებს დღიურში თუ წერილში აღარ მახსოვს ზუსტად როგორ არის რომ აი როგორ გვარიშთა საძე როგორ გვარიშთა შეყვარებულებებით ყველა მისი ჟესტი რომ არის თუმცა კიდე ცალკე საკითხი არის და სასაუბრო რამდენად ეს გუწბელა წერს ამას მან სტალინთან როგორ იყო იცი დოვლატოვის ნათქვამია თუ ეროფეების რომ был культ, но была и личность. ეგეც იყო. ძალიან სწორი რაღაცა თქვი, ზურა, იმიტომ რომ თვითონ იგივე პასტერნაკი რომელიც была и личность, არის შეიძლება ინდივიდუალური. შეიძლება გულწრფელი ყოფილიყო გაღიარება. მან პლუს არის პარადიგმა მეფე პოეტისა და ტირანის ურთიერთობის. და ჩვენთანაც შეიძლება რაღაც თვალსაზრისით ეს იყოს. ანუ მაგალითად პასტერნაკი იგივე თუ ხა პასტერნაკზე ვლაპარაკობთ, ხრუშჩოვს უყურებდა ძალიან ისეთ აგდებულად და ეხა ბუნებრივია ჟივაგოს უკაცრავა დოქტორი ჟივაგოს თელი ეპოპეა ხრუშჩოვის პერიოდს ემთხვევა, მაგრამ სიკვდილის საშიშროება, მოკვდინების საშიშროება პასტერნაკს არ ქონდა, თქვა ესე პირდაპირ მნიშვნელობით ხრუშჩოვის დროს. სტალინის დროს ქონდა, მაგრამ სტალინისადმი იყო ეს ამბივალენტური მისი დამოკიდებულება, რომ დიდი ტირანი და დიდი პოეტი. ნუ ეს ცნობილი სატელეფონო საუბარიც, როგორი პოეტია მანდელშტამი და ჩვენ უნდა შევხვდეთ ერთმანეთსო და თავის მეგობარიც კი ვერ და მაგრამ რო არ გადავხვდე და გადმოვხვდე. ფურტვენგლერის ისტორია რატოა საინტერესო, ისევ და ისევ რო დაუბრუნდე. და იგი მუსოლინიც ახსენდა ბეკამ. იქვე არის მისი ანტიპოდი ტოსკანინი, არტურო ტოსკანინი, თქვენ ფეხბურთზე და სპორტზე ლაპარაკობ და ცოტა ჩემი ასე ვთქვათ მუსიკალური სიმპათიების გამოვა. არა, თუმცა სპორტით ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია და ერთმანეთთან არის, ხო? ანუ არის ფურტვენგლერი, რომელიც ფანატიკოსი არ არის ჰიტლერის და ის ამბობს, რომ ჩემი კონფორმიზმი იყოს ერთგვარად სტრატეგია, უკვე მერე დენაციფიკაციის აი ამ პრინციპში სასამართლოების დროს, როდესაც მას წლების განმავლობაში არ ეძლეოდა საშუალება, რომ ხელახლა გაეგზელებინა დირიჟორობა, საერთოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში არ ჩაუშვეს. როგორც ნაცისტების მხარდაჭერა, თუ მე ისევ აღადგინა თავისი კონცერტები და ასე ეპატია მას. ის ამბობდა, რომ არა ჩემი კონფორმიზმი, მე ვერ გადავარჩენდი მაგალითად ებრაელ მუსიკოსებს ორკესტრის თანამშრომლებს ბერლინერ ფილარმონიკერში. ანუ ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრში და ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი და ჰიტლერი და ნაციზმის ცალკე კიდევ იდეოლოგიური კომპონენტი. იქვე ტოსკანინი, რომელიც საერთოდ არ შედის არანაირ კავშირში, მუსოლინი ეზიზღება, ზულს ჰიტლერი, მას არანაირი პრობლემა არ აქვს, არ არის ჯერთი ებრაელი წარმოშობით და ეს მთავარი ამბავი, რომ ნონკონფორმის ეს დეკლარირებული ჟესტი ტოსკანის, ანუ ლასკალაში მასთან შედიან უკვე მუსოლინის აღზევების პერიოდია და ეუბნებიან აღარ მახსოვს რას დირიჟორობს, რაღაცა ვერდის რომელიღაცა ოპერაა, თუ არ ვსწრები, ეუბნებიან რომ ჯოვინეცა დაუკრას ჯერ ფაშისტური ჰიმნი. და იციან რომ არ დაუკრავს, მაგრამ მოთხოვნა. აი ეს მუსოლინის ბანდები შედიან და ისე მოძრაობენ შემთხვევაში არ დაუკრა. ისინი წებენ ყვირილს, ჩაშლიან, უვერწურას არ დააკრებინებენ, თოსკანი აგდებს ჯოგს და გამორბის. აი გამორბის გარეთაც ხვდებიან. გარეთაც ხვდებიან და გააწნის სილას აი ეს მუსოლინის ტიტუშკა მაშინდელი ტოსკანის და მე ასე შემდეგ და ასე. ანუ ეს არის ერთი მხრივ აი ასეთი ნაბიჯი და შემდეგ ნუ ტოსკანი ხდება თქვათ რაღაცა წინააღმდეგობის მოძრაობის შეიძლება ასე ითქვას რაღაცა კულტურის მხრიდან წინააღმდეგობის სიმბოლო და კონფორმიზმის სიმბოლო კი ფურტვენგლერი. მათ შორის და ეს სიტყვა რო არ გამიგზელდეს, რატო თქვი ლიტერატურა.
ერთ-ერთი ალბათ ყველაზე საინტერესო აღწერა კონფორმისტი არტისტის, რომელიც დღეს მე მგონი არის ძალიან აქტუალური. აი, დღევანდელობაშიც ლამისაა, საერთოდ როგორც მიუსადაგო კონკრეტულ სახელებსა და გვარებს. ეს არის კლაუს მანის მეფისტო, ასეთი რომანი. თომას მანის შვილის კლაუს მანი, რომელმაც დაწერა რომანი, სადაც არის მსახიობზე. ეს მსახიობი არის კონკრეტული პროტოტიპი ყავს მას, გუსტავ გრუნდგენსი, ძალიან მაგარი მსახიობი, ესეთი მეფისტოფელის შექმნელი, რომელიც იყო ფავორიტი გერინგის. და როგორ ამბობს ეს მთელი რომანი ამაზეა, რომ ხელოვნება და პოლიტიკა სხვადასხვა. რომ რა შუაშია, მე ხომ არტისტი ვარ, მე ხომ თამაშობ. ეს ხომ ხელოვნება და მე ხო დიდ გერმანულ ხელოვნებას ვქმნი. როგორც სხვა შორის ფურტვანგლერიც ამას ამბობდა, რომ მე ხო ვინ არჩუნებდი ბეთჰოვენის და გოეთეს და ბახის იმ დიდ გერმანიას, იმ გერმანიის დიდ სულს, რომელიც აი ესე დეგრადირდა ნაცისტების პირობებში. ერთ-ერთი მე ვიყავი და ეხლა უკაცრავად მას ეკითხება, როგორ იყავი, როცა შენივე კოლეგები, მათ შორის დიდი დირიჟორები, გერმანელი ებრაელები განდევნეს, ზოგმა გაასწრო, ზოგმა ვერც გაასწრო, უბრალოდ დაიხოცა და რა ბეთჰოვენის სულზე მელაპარაკები შენ. როგორც ეხლა ლაპარაკობს გერგიევი მაგალითად. ვალერი გერგიევი, რომელიც ამბობს ის, რომ მე მუსიკას ვქმნი. რა კავშირი მაქვს პუტინთან? მუსორგსკის ქმნის. ხო, და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. ხო, სოჩუს აი ეს მეფისტოში არის ძალიან შიში და ამბიცია. პატივმოყვარეობა. მხოლოდ შიში, აი მაგ დროს დავფიქრდი, რომ აღიარების ისეთი პათოლოგიური სურვილია არტისტისგან, რომ ზედუში მორალი აქ უკაცრავად და ფეხებზე კიდია თვათ. ერთსაც ვიტყვი, რომ სოჩუის მეფისტოს ეკრანიზაციის ავტორიც არის იშტვან საბო, ცნობილი რეჟისორი, გენიალური. და სოჩუის ფურტვეგლე, რომელსაც მე ვახსენებ, მაზეც აქვს ფილმი გადაღებული იშტვან საბოს და იშტვან საბოც, რომელიც ამაზე იღებს ფილმს და მართლა ერთ-ერთი ევროპული კინემატოგრაფის, უნგრული კინემატოგრაფის ერთ-ერთი კორიფეა. მაზეც არის ცნობილი, ის თანამშრომლობდა თურმე საბჭოთა დროს სპეცსამსახურებთან. აი, შენ რას ამბობ, ერთი რაღაც თქვა მინდა, რაღაც ჩაუჭირო, მოდე ესე ვთქვათ. არის რეჟიმები, რომელთაც აქვთ მხოლოდ ერთადერთი მოქმედების მოდელი, ესე ვთქვათ, modus operandi არის ერთადერთი. ახლა ხმერების რეჟიმთან და პოლ პოტთან საუბარი შიშის გარდა რამეზე შეუძლებელია რა. ხო, ანუ შენ ან ხარ კონფორმისტი, ან უბრალოდ გხრეტენ რა. უბრალოდ დავშეხე ხმერების რეჟიმი ცუდი მაგალითი იმ ხრივაა, რომ იქ სათვალეების გამო ხორდნენ, იყო ეგეთი რაღაც, ან სათვალე და ზედმეტად ინტელიგენტური შესახედებლობის გამო იყო დახვრეტა. მაგრამ კულტურული რევოლუცია. უბრალოდ საბჭოთა კავშირი არის უკეთესი მაგალითი ყველაზე დრამხრივ. არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით ნაწილი. ჰიტლერის რეჟიმი იყო მცირეხნიანი და ამ მცირეხნიაში ხნიან ეს ვთქვათ არსებობის მანდილზე მოასწრო მილიონობით ადამიანის დახოცვა და მოასწრო ისეთი რეჟიმის ჩამოყალიბება, რომელიც იქ გასაგებია, იქ შეიძლება შიში უფრო მეტი ყოფილიყო ვიდრე კომფორტი, მაგრამ საბჭოთა კავშირმა გამოიარა გრადაციები. გამოიარა წითელი ტერორი, ოღონდ პირველ წითელ ტერორს ვამბობ მე, თეთრების და წითლების დაპირისპირება პირველად არისტოკრატიის სამოქალაქო ომი. ხო, სამოქალაქო ომი და მოდ პირობითად რა ვიყო, გამოიარა 21 წლამდე დაახლოებით წითელი ტერორი. მერე საქართველოს გამოიარა 24 წლის აჯანყება და აჯანყების შედეგები და ესე ვთქვათ იმ ადამიანების დახვრეტა აქ ყველას ერთად მოვაქცევ, ვინც იდეის გამო დაუპირისპირდა საბჭოთა რეჟიმს, რომ საქართველოს ყოფილიყო დამოუკიდებელი. 24 წელს ვინც გადარჩა, გაჩერდა, გაჩუმდა და ამ შემდეგ, ან მოდი ხარ რეალურად ვილაპარაკოთ, ხო? პეტრე ოცხელის და სხვაების დასაწყისში ვთქვი, 37 წელს არიან დახვრეტილი. ანუ ეს 13 წელი ისინი თანაც ცხოვრობდნენ ამ რეჟიმთან. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ქვეყანამ უკვე დახვრიტა მათი შეიძლება მეგობრები, შეიძლება თანამებრძოლები, თანამოქალაქენი მაინც, თანაქართველები, მოდი ესე ვთქვათ. რა? და 37 წელს, ვთქვათ, ეგენიც მიაყოლეს, მერე სტალინი სანამ ცოცხალი იყო, საქმეები არ შეწყვეტილა, ხო? მეგრელების საქმე, ექიმების საქმე, ამ შემდეგ. მაგრამ აი შენ ხრუშოვი ახსენე. ხრუშოვი მოდის ხელისუფლებაში და შენ უკვე აღარ გაქვს საფრთხე, რომ შენ დაგხრეტენ. შენი უკვე საფრთხეები არის, ციხე შეიძლება თუ ძალიან ჯიუტი ხარ, ფსიქიატრიული, ახლა ნაზი შამანაური იძულებითი ფსიქიატრი. შემთხვევა 80-იანი წლებია საერთოდ, ხრუშოვზეც არაა საუბარი.
ბრეჟნევის შემდგომ პერიოდია, ხო? მაგრამ ფიზიკური განადგურების საფრთხე გაცილებით ნაკლები გაქვს. ახლა ვარვარ შალომოვი ბრეჟნევის პერიოდი უფრო რეაქციული მაგრამ აი უყურე მაინც ხო გასაგებია მაგრამ მაინც საბჭოთა კავშირის გრადაციები ჰქონდა უამრავი გრადაცია ჰქონდა რამდენი გენსეკი მოვიდოდა იმდენი გრადაცია შეიძლება ჰქონდა უბრალოდ ანდროპოვი და ჩერნენკო მალე აღესრულნენ და ეპოქა ვერ შექმნეს ვერაფერი მოასწრეს ესე ვთქვათ მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის მომენტია რომ პირობითად ახლა შალომოვი რო იჯდა ციხეში და გოთუა რა ის სხვა ციხეა და სხვა იმაზე არის შალომოვი რო წაიკითხო ანუ არის მაყურებლის განმარტა ძალიან მაგარი რუსი მწერალია რომელიც პირდაპირ აღწერს რეალობას როგორ იჯდა ეს ადამიანი და იჯდა წლობით თან ეს არ იყო რაღაც ხო ან წერს იმდროინდელ ქურდებზე იმდროინდელ ბლატონოებზე იმდროინდელ რაღაც ინტელიგენტებზე და ამავდროულად წერს აი ყოველნაირი შელამაზების გარშე იქ ციხეში არაფერი არა რომანტიკული საერთოდ აი წერს ისე როგორც ერიხ მარია რემარკი წერდა ომზე რა დაახლოებით რა და მაგრამ აი საბჭოეთის მეორე ნაწილი რომელსაც სხვა შორის ბევრი მისტერის რატომღაც იმიტომ რომ ვერ აცნობიერებენ რომ იმ რაღაც მეტნაკლებად მაძღარ 10 წელიწადს უკან დახვრეტები ედგა და ამ შემდეგ მაგრამ აი მაძღარ წლებს რო ვილაპარაკოთ აქ უკვე აქ კონფორმიზმი არის სხვანაირი აქ კონფორმიზმი არის კომფორტის ვოლგა ბორჯომი მაცივარში რო უნდა ქონდეს რა მახსენდება იცი გურამ ფანჯიკიძის მომენტო სპირალში როა ის მომენტი რა პროფესორი რო ესე თითის გაკაცვნებით რო ეუბნება რომ კონიაკი არა ბორჯომი მომაწოდე და რაღაცა რა ანუ აი ის ბორჯომია უკვე იქ სტატუსია გაიგე იქ სხვანაირი კონფორმიზმი ანუ შიში კიდე პრივილეგიები ვერავის ვერ მოთხოვ მომდე ხუთსფერები ვიყოთ ვერავის ვერ მოთხოვ რომ იდეისთვის აი მოდი რაღაც გააკეთე რა მაინც საბოლოოდ შენი არჩევანია რა ბუნებრივია რომ ადამიანს იმდენი მორალური ის უნდა გქონდეს რომ მიხვდე რომ რაღაც რეჟიმთან არის თანამშრომლობა და ასე შემდეგ რა მაგრამ სტალინი და ჰიტლერი მაინც სხვა სიდიდეები საბჭოეთი ხრუშჩოვის მერე იქ კონფორმიზმი არის კომფორტი იქ არის კაი ცხოვრების ანუ იქ არის იმის რომ ხა დღეს თანამედროვე რეალობაში რაც ისეთ რო ავიღოთ თანამედროვე რეალობა ადამიანი რომელიც პირობითად თავის ხმას ყიდის ასლარად რა იმას იმ ასლარის დაკარგვის რო ეშინია იმას სხვა ფინანსური ამოცანები აქვს და ვიღაცას რავი 2 მილიონი რო აქვს შემოსავალი და პირობითად წელიწადში რაც საქართველოს მასშტაბით დიდი ისაა რა ანუ ვის უფრო მეტად მორალური წნეხი ვის აწვება ხო სიტყვაზე ის რა 100 ლარი იმისთვის ფულია ამისთვის რა არის 100 ლარი ხო პირობითად ეგ საბჭოთა კავშირის დროს იწყება ეგეთი კონფორმიზმი რა პრესტიჟის ფულის ბინა მანქანა ურიგოდ და ანუ ასე ყოლა უნადირაძეს ეპიზოდი რო ახსენე 85 წელს და რო კითხულობ იმას რა ეს გამოჩენილი მწერლები აუ მან რო არის აი 85 წელია რა აი ის არ არის გურმან ლებანიძე იყო თუ არ ვცდები ერთ-ერთი და აი ნუ ლებანიძე სულ წყდება გული იმიტომ რომ ახლა მისი ლექსიას მინდა გავსვამდე მინდა გავლომდეს ბავშვობაში მიკითხავდა დედაჩემი რა ანუ მაინც ახლა აი რაღაც ხო და 85 წელი არ არის ის რომ ანუ ამხელა კაცი 90-ის იყო მაშინ დაახლოებით ყოლაო კი გამოიყვანე და ბოდიშები ახდევინეს 85 წელია რა იქ რო არაფერი არ მომხდარ იყო აი მაქსიმუმ ვოლგა დაეკარგა ვიღაცას რა და არავის ციხეში არ გააგზავნեն და სხვა ზრაბეზე არ იყო საუბარი ზურა ერთ რაღაცას მინდა შევეხო რა ანუ აი ნაციზმის მიდგომა ამისადმი ამ საკითხისადმი და სტალინის მიდგომა, ანუ ჰიტლერისა და სტალინის მიდგომაშიც არის განსხვავებები და ანუ ესეც თანამედროვეობასთან რო დავაკავშირო. შეხედა როგორ არის სტალინი აუცილებლად ხვრეტდა იმ ხალხს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული მოწინააღმდეგეებთან. აი მაგალითად ახლა მიხეილ ჯავახიშვილიც და სანდრო ახმეტელიც და ესენი პარტიულები იყვნენ პირდაპირ კაცო, ანუ რესპუბლიკის წლებში და მანამდე პარტიების წევრები იყვნენ, ზოგი ეროვნულ დემოკრატი, ზოგი ფედერალისტი და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ მათი მოთმენა იყო შეუძლებელი. რეჟიმის ლოგიკით რო ვთქვათ ეს. ხო და მაგრამ აი მაგალითად აი ვამბობდი ფეხბურთზე ეპიზოდში ვამბობდი რა რომ ესე იგი საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ იმ დროს პაიჭაძე და ჯეჯელავა. პაიჭაძეს და ჯეჯელავასაც ორივეს მამები მოუკლეს. და ყველა ლოგიკით ესენი უნდა გამხდარიყვნენ ხალხის მტრეშული როგორც ხდებოდნენ ხოლმე ხალხის მტრეშულები და ანუ ეს შედეგები უნდა ეწვნიათ.
მაგრამ ამ ხალხს ხელისგულზე ატარებდნენ. ანუ შვილებს, იმიტომ რომ დინამოს ისინი სჭირდებოდა, როგორც მოქმედი ფეხბურთელები და ვინც დახვრიტა ბერიამ, ისინი უკვე საპენსიო ფეხბურთელები იყვნენ. ხო, ანუ ჯეჯელაუძე და პაიჭაძეს გაუმართლათ, რომ ფლორენტინო პერესი რასაც აკეთებს ჰუმანური მეთოდებით, ეს გააკეთა ბერიამ, არა? ხო და შენ გინდა თქვა. შეხედე, სტალინი ცდილობდა, რომ ეს მას მობილიზაციის დარგები რეპრესიების შედეგად არ გაენადგურებინა, თქვა, შეიძლება დაეხვრიტა ახმეტელი, მაგრამ რაღაცა მარჯანიშვილი იყო, ვიღაცა იყო. ხო, ანუ ვასაძე ყოფილიყო პაჩოტში მონდეს. ხო და შეხედე ჰიტლერმა რა გააკეთა აი ამ თავისი ნაცისტური მიდგომის შედეგად, ხო? მაგალითად ეს ფიზიკის მთელი დარგი, ფიზიკოსები, ვინც იყვნენ და ებრაელი იყო ძალიან ბევრი, ხო? ეს აინშტაინი და მანჰეტენის პროექტი, მოდი ესე ვთქვა. ირიბა, ყველა გაიქცა ამერიკაში. კი, აი ეგრო წარმოვიდგინე რა, რომ ანუ ეს რო არ ქონოდა, ანუ სტალინივით რომ მოქცეულიყო ჰიტლერი და ეს ხალხი შეენარჩუნებინა. ეხლა სახაროვი დასახრეტი იყო, ეხლა სტალინის ყველა ლოგიკით აბა რა იყო, ეხლა ხო სახაროვის არ დახრეტა როგორ შეიძლებოდა, მაგრამ ბოდიში და პროსტა უბრალოდ უნდა გავიხსენო კოროლიოვის მაგალითი. კოროლიოვი, სერგეი კოროლიოვის შემთხვევითაა გადარჩენილი სტალინის დროს სიკვდილს, თუ იცი ეგ ამბავი. რა? მოგეთ კოროლიოვი ყბა მოტეხეს NKVD-ს იმაში იყო საკნებში და ბოლო მომენტში დახვრეტას გადარჩა საშინლად ნაწამებია და ეს ყბა რომ მოტეხეს, ეგ ძალიან ცნობილი ფაქტი რატო გახდა, იცი რომ ყბა რომ მოტეხეს იმდან არასწორად შეუხორცდა კოროლიოვს, როდესაც ოპერაციის შედეგად მოკვდა ეს რა, ანესთეზია ვერ გაუკეთეს წესიერად, მაგრამ მაგალითი კარგია, კი. სტალინი მისთვის საჭირო ხალხს ისე იშვიათად იმეტებდა. შეიძლება კოროლიოვის მნიშვნელობას იმ დროს ვერ ხვდებოდა ხე რაკეტა მაგრამ ერთი რეპლიკის სახით აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ აიცით რა არის საინტერესო, მაინც როგორ ჩანს შეგვიძლია თუ არა საუბარი დიქტატურის ისეთ აზიატურ მოდელზე, სადაც ხასიათს დიქტატორისა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და უფრო აბსტრაქტულ მოდელზე, თუ შეგვიძლია ჰიტლერთან მიმართებით ეს ტერმინი ვახსენოთ ასე. მე ხლა გამახსენდა მემუარებია, თუ არ ვთქვი, მისი თარჯიმანია, თუ სატელეფონო კომუნიკაციების რაღაცა ასე ვთქვათ, განყოფილებაში მუშაობს კაცი, შმიტია გვარად, ოდესღაც წავიკითხე, ბუნკერში მუშაობდა ის. და ის იხსენებს მაგალითად ის ჰიტლერის ბოლო თმეებისა და ბოლო დღეების განმავლობაში ამბებს და ერთ-ერთი ეპიზოდი იყო ასეთი, რომ ჰიტლერი ეპატიჟებოდა, რაიხსკანცელარიიდან ვახშამი არ უყვარდა მას, რომ მარტო ყოფილიყო ვახშამზე, და ხშირად ბერლინში მისი მდივანი ეპატიჟებოდა ხოლმე ამ მარტოობის ვახშამებზე სხვადასხვა ბერლინელებს. ცნობილ ხალხს, ან კულტურის წარმომადგენლებს, ან რაღაც მეცნიერებს, ან ვიღაცებს, რომ მარტო და ზოგჯერ იყო ისეთი შემთხვევა, ზოგადად იმათ უთქვამთ, რომ აი ეს დღეს არ მცალია. და ეს არანაირი პრობლემა არ იყო. არც არის, ეს შეუძლებელია, სტალინმა დაპატიჟოს, ჯერ ვის დაპატიჟებდა, მაგრამ ღამის თავის ამ კეიფებზე, გეწოდებულზე კუნცევოში და იქ არ მიხვიდე, ესეთი რამე გამორიცხულია, ხო საერთოდ. მაგრამ რაღაცა კვაზი ევროპული თითქოს და კულტურის მსგავსი არსებობს და არ მოდის ადამიანი და არ მოდის. არა, შეხედა როგორ არის, მან აბსოლუტურად გეთანხმება, აბსოლუტურად სწორი მიგნება რა. შენიშნა. შეხედე როგორ არის, რომ ჰიტლერი აი ამ თავისი რასისტული თეორიების და იდეოლოგიების გამოყენებით ესწრაფოდა სრულ განადგურებას ებრაელებისა, შეშმოპირებისა, ბოშებისა, ანუ რაღაცა ჯგუფები მთლიანად უნდა ინტერმენშების, ხო, ანუ ქვეადამიანების ესე. კი. მისი თეორიის მიხედვით. მაგრამ უშუალოდ აი ამ არიელებს შორის ანუ აი რაც იყო თქვა სტალინიზმი, რაც იყო საბჭოთა კავშირში, იქ გერმანელისთვის, აი რიგით გერმანელისთვის ძალიან ანუ ნორმალური ცხოვრებას ვერ დაარქვევ იმას, მაგრამ სტალინის შორს შეადარებ აბსოლუტურად. ეგ გასაგებია, სტალინის და ჰიტლერის გავცილოთ, ანუ ეგ არის სხვა რეჟიმები, მაგრამ
დღეს ქართული კონფორმიზმი როგორ მოქმედებს დღეს კონფორმიზმი ეს კი გენეზისისა ეს კომფორტისისა და ეს ხრუშჩოვის მერეა რა უკვე ხრუშჩოვის მერე ხდება როცა შენ რაღაც პარტიისგან იღებ რაღაც პლუსებს ცხოვრებაში რა ანუ აბსოლუტურად გეთახმები სადღაც დასვენება უფრო ბრეჟნევია დასდავარქვები აი ეგრეთ უპროვკა ქართულად რა არის როცა ივლინებას სავით რო აძლევდნენ რომ აი შენ დაისვენა პიცუნდა სანატორიუმ ამა და ამაში ლიკანი და ასე შემდეგ თემა იყო იმას მოდი ეს კი აბარა ეგ არის აი ეს გვიანდელი უკვე საბჭოთა კონფორმიზმი ეგ თავიდან ბოლომდე პატივსა და რაღაც ფულად თუ რა სხვა რომელიც ვფიქრობ გავს დღევანდელ მოდელს კონფორმიზმის ხო ეს გავს ახლა აბარა ხო რას თქვენ გაიხსენეთ ახლა თუნდაც ის რომ ანუ ძალიან დიდი რაღაცის გაწირვა შეუძლიათ ადამიანებს ძალიან მცირე რამის გამო, ანუ მართლა ვოლგის გამო და ცეკავშირში რაღაცა სპეც რაღაცა ისეთი საქონლის მიღების გამო, ხო? რას უნდა ალბათ ყველაზე თვალსაჩინო ხა თქვენ ახსენეთ კოლავ ნადირაძის ამბავი იქ არის, მაგალითად სტენოგრამა ზვიად გამსახურდიას განდევნის მწერალთა კავშირიდან, ან თქვა 14 აპრილის ამბავი, ხო? აკაკი ბაქრაძეს ასევე აქვს ეს აღწერილი ძალიან საინტერესო და ანუ ადამიანები რომლებიც უბრალოდ ამ როლში არიან ზვიადის ოქმები არის ამაზრზენი რა აი თან იქ სახელებს ხვდები რომლებიც გაიზარდა იგე ანუ ამათ ნაწარმოებებს კითხულობდი და ანუ გიყვარდა ეს ხალხი რა მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდე რომ სიამოვნებაში მათ მართლა სასიკვდილო არ არის სახე არა არაფერი სასიკვდილო არ არის სტატუსის დაკარგვა ხო მაგრამ ისე აი ვოლგას ვერ მიიღებ ამ წელს შეიძლება არასოდეს არ მიიღო ვოლგა მაგრამ მაშინ ეს ქცევის ნორმაა აბსოლუტურად ქცევის ნორმაა ქცევის ნორმა და აქვე ბოდიში და აიგაა სამწუხარო ეს ქცევის ნორმა არსად წასულა გაიგე დღესაც ეგაა ქცევის ნორმა რომ კაი რა მე რა ჩემი საქმეა რაღაც აი ეგ მიდგომა არა იმიტომ რომ აი აქ მე ვიტყოდი რომ აქ არის სწორედაც ანუ პატარა კაცია ერთია აი ეს მოდელი რომ ხელოვნება რა შუაში ეს არის ფარისევლობა თვალთმაქცობა რომ კულტურა და პოლიტიკა და სპორტი სხვადასხვა და უმთავრესი ეს არის ანგარება ფინანსური ინტერესი. ანუ რაც უფრო ახლოს ხარ რეჟიმთან, ანუ დღევანდელი თანამედროვე კონფორმისტის ქცევა დიდწილად განპირობებულია არა რაღაცაზე გაღიზიანებით ან მორალური მგზნობელობით, არამედ ინტერესით, ფინანსური ინტერესით. თანამედროვე შეგვიძლია ბოლო კვირების განმავლობაში ზოგიერთი რეჟისორიც კი დავასახელოთ და მწერალიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და უკაცრავად ერთად ვიტყვი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორი საბჭოთა პერიოდის ქცევის, ჩემთვის ალბათ ბევრი თქვა განსაკუთრებით ვთქვათ ისტორია, ვისაც გვაინტერესებს, არის თვითრინავის ბიჭების გატაცების შემდეგ აი ეს მცდელობა ქართული საზოგადოების შორის შენაც ახსენე დასაწყისში ელიტების მცდელობა რომ ისინი გადაარჩინონ დახვრეტისაგან თვითრინავის გატაცებლები და მათ აი ის ქცევა შემდგომი ქცევა და საერთოდ ეს ინტერესთა ინტერესის ფოკუსი არ ექცევა ხოლმე ანუ ძირითადად ჩვენ როდესაც საუბრობთ ეგრეთ წოდებულ ჯისების თაობაზე ვლაპარაკობთ გატაცების ასე ვთქვათ მოდელებზე ხო შემდგომში ალბათ ძალიან თუ უფრო საინტერესო არა არის სწორედ საზოგადოების აი ელიტების ქცევა ამის შემდგომ მცდელობა გმირობის რომ ჩერნენკოსთვის გაეგზავნა წერილი მაშინდელი კინემატოგრაფის და კავშირის თავმჯდომარის მეშვეობით გერასიმოვის მეშვეობით და შემდეგ ამ წერილებზე ამ თხოვნებზე შეწყალების თხოვნებზე უარის თქმა ეს ისე პირდაპირ არსად ამის დადასტურება არ არსებობს სადმე ჩვენ მოვიძიოთ მაგრამ აქ ჩანს აი ის რაც ძალიან ბევრი რაღაცის მანიშნებელია. ვიღაცებმა შეინარჩუნეს სიმტკიცე და პრინციპულობა და ისინი არ დასჯილან. ხო ვიცით, ანუ მათ რაღაცა მოახერხეს, რომ აი თქვათ, ნუ დახრეტთ ამას დაიწერა ეს წერილები, ხო, ამასინა თუ წერდი კიდეს, მე ძალიან ვინტერესდებოდი ამ თემებით და მცდელობაც გქონდა რაღაც აღმეწერა. ჩემ წიგში მეტნაკლებად რაც გავარკვია, რომ ძალიან ჩანს ადამიანის ფსიქოლოგია, კონფორმისტის და ელიტის ნაწილის. ნომენკლატურული ელიტისაც შემდეგ ზუსტად გამსახურდა ეს ტერმინი შემოიტანა, ხო? ესეც შეგვიძლია ვთქვათ უფრო კრიტიკულად. ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც თქვენ არა იცი რა არის, მე ამას არა. და არის ხალხი, რომელიც უბრალოდ ეშინია, ანუ ეშინია შევარდნაძის აი ამ პრივილეგიების დაკარგვის, არ ვიცი ეს კიდე ძალიან საინტერესოა, რა არის მოტივატორი მათი და შემდგომ უარს ამბობენ ამ ყველაფერზე. არის ხალხი, რომელთანაც არ ელოდები, რომ პირიქით პრინციპულობას გამოიჩენს და მე დავწერე კიდეც ამას წინათ, რომ კონკრეტულად ამბები გვაქვს მოსმელი კონკრეტული ადამიანებისგან, თქვათ აი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტებთან, საბჭოთა კავშირის და არა საქართველოს სახალხო არტისტებთან, ეხლა ეს ვიღაცისთვის დღეს შეიძლება ძალიან აბსტრაქცია იყოს, მაგრამ ეს იერარქიული სამყაროა და ამ შემთხვევაში
ჩვენ გვაქვს მიქონდათ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტებთან თეთრი ფურცელი, იმ იმედით, რომ თუკი სახალხო არტისტი საბჭოთა კავშირის ხელს მოაწერდა, სხვას უფრო გაუადვილდებოდა შემდეგ თავისი ხელმოწერების ამ ბრძოლზე დატოვება. და ეს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები იყვნენ ბობოლა კონფორმისტები, თითქოს და, მაგრამ მათ შეინარჩუნეს თავისი სიმტკიცე და ვიღაცებმა ვერ. ანუ აი შინაგანი ღირსების მომენტია კიდე ერთი მომენტია რომ ჩვენი საზოგადოება რომელიც აი ეგეთ მაგალითებზე ხშირად გაიზარდა და ჩამოყალიბდა მე ხვდებით რაღაც აი გულისამრევ მაგალითებს და რამხრივ გეტყვი რა ანუ კიდე შეიძლება ვიღაცის დუმილი გავიგო აი ეს მაპატიეთ სხვა სწოს ვერ წოდებ შემეტენეობა და ვაზელინობა აი ღარიბაშვილს რო უთხრეს რა მარტოობა მართლმადიდებლობის ამხალა ისტორიის და კულტურის ხალხი ვართ რა მათ შორის მართლმადიდებლობის რა და თურმე ღარიბაშვილს მადლობა მართლმადიდებლობის სად არის ახლა ის ადამიანი მაინტერესებს ღარიბაშვილი როცა გაუშვეს ხო იმიტომ რომ ეს ენა იმიტომ ბეკამეს ესე უნდა ელაპარაკო მაინც კობახიძეს როგორ დაუწერა იცი ვიღაცამ Facebook-ზე მადლობა ამ სიამაყისთვის კობახიძეს რო გაუშვებენ აი ძალიან მაინტერესებს იმის მაგრამ ეს კობახიძეს არ უწერს ყველას მჟავანაძიდან მოყოლებული გაიგე ეგა ზუსტად რომ აი ხო გულისამრევია აი შინაგანად ეგ ვერ გავაკეთებ რო დამხრიტო ეგეთ რაღაც ვერ და არ გავაკეთებ მაგრამ რომ რა მართლმადიდებლობის ანუ მილიან მეფიდან მოყოლებული რავი ახლა ახლა ვეუბნები ვის ირაკლი ღარიბაშვილს რიცთვის შეხედე აი რო ავიღოთ ერთი პერიოდული გამოცემა გაზეთი კომუნისტი ავიღოთ და ნუ ჩავხედოთ სტალინის ეგ არის დღევანდელი იმედი ტევე იმედი ერთი სტალინზე მე 56 წლის შემდეგ რას წერენ ანუ ჯერ არ ახსენებენ საერთოდ მაგრამ აი 56 წლის იმ დღეებში რას წერენ და მე უკვე რას წერენ აი ამ დათბობის ხრუშოვზე და მე უკვე ზასტოი უძრაობის ხანაზე რას ანუ ყველა შემდგომი ეპოქა ამას აკრიტიკებს წინას აკრიტიკებს და იგმობა ეს წინა და არასწორი იყო და ეს იყო და ის იყო ხო ეს ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის ძალიან ხა შევარნაძე რო გამოდიოდა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ყრილობაზე და ამბობდა რომ მზეჩtildeოეთიდან ამოდის და ბრეჟნევის ტუჩებში კოცნა და ამბავი ეს ყველა მიცოდა რომ ეს იყო ცინიკური ენა დისკურსია ხო დისკურსი არის რა ანუ ეს უნდა ვილაპარაკოთ თორე ხა განა ვინმეს ირაკლი კობახიძის ჯერა ან გინდა ივანიშვილის ჯერა არაფერი ანუ ეს არის ქცევის ნორმა რა და ეს ითვლება ნორმა და ეს ავტომატურად ეხა ზურა შეხედე მე ეს რაღაცაზე რესტავრაცია ხდება თლიანად სოციალური ქსოვილის აი ამ უძრაობის პერიოდის სოციალური ქსოვილის რესტავრაცია ხდება მთლიანად თანამედროვე საქართველოში იგივე ივანიშვილმა თქვა ყობახიძესაც ნათქვამი აქვს რომ ესო ნორმალურ კარგი იყო ხალხი ბედნიერი იყო მაშინო და ყველაფერი და ეხა შეხედე აქ რა ხდება რა რომ ნუ აი მასებ ანუ ორ ფენად იყოფოდა ხო საბჭოთა ნუ ბევრ ფენად მაგრამ ორ დიდ ფენად იყოფოდა საბჭოთა ქართული საზოგადოება ერთი იყო ეს ელიტა რომელსაც არის უფლება აქვს თქვა ხიზილალის აი ამ პუწიოვკის უფლება აქვს რომელიც სხვას არ აქვს თუ ბიჭს ანჯარიდან დაიხსნის და თუ არ დაიხსნის გედერში გააგზავნის და არა იმაში ყაზანში ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ ეს არის უფლება ელიტისთვის და დანარჩენი ბიდლოს რას ეძახიან რუხი მასა თუ პლებსი თუ რაც გინდა და ოხლოსისთვის ამისთვის ხო რაღაცა საბაზისო სამათ მანეთიანი ხელფასი რომელიც დღეს ჩაანაცვლა სიფში აიფში მუნიციპალიტეტში დასაქმებამ და ამ ყველა და ამას რითი ართობს ამ ოხლოს რითი ართობს ამ სანახაობით რომელსაც ეს ელიტა უქმნის სპორტი კულტურა ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ამ ორივეს რა კრავს და რა აქცევს ქართულად. ანუ აი ეს ფოლკლორული ქართველის იმიჯი, რომელიც არის ენაზე, ღვინოზე და იმაზე ფეხბურთზე დაყვანილი, ამით იკვრება ეს ყველაფერი და მე აი ამის უკან ბექგრაუნდ ფონად არის ეს რაღაცა გროტესკული პოლიტიკური სანახაობა, სადაც ბრეჟნევს ვეუბნებით რომ ზეჩtildeოეთიდან ამოდის და ღარიბაშვილს ვეუბნებით რომ მადლობა მართლმადიდებლობისთვის, ხო? ეს არის ნორმიზებული. ეხლა შეხედე აქ რა არის, რომ ანუ ფულზე და პრივილეგიაზე წდომა ხო არის ერთი ეგ, მაგრამ ექსკლუზივი მნიშვნელოვანია. შეიძლება ეხლა რაღაცა რომ ვოლგა ყავდა კაც საბჭოთა დროს და ხიზილალაზე წდომა ქონდა, ვოლგა და ხიზილალა რა ბედენაა, ხო? მაგრამ ექსკლუზიურად შე რო გაქვს წდომა და სხვას რო არა აქვს, აი ეგ არის მთელი თემა და
შეჯიბრებადობას გამორიცხავს ეს ყველაფერი. შეხედა როგორ არის, აი მაგალითად მე როგორ გავხდი ისტორიკოსი. აი ჩემი პირადი ისტორია მინდა მოვყვე აქ. მე რომ მეცხოვრა საბჭოთა დროს ან 90-იანებში შანსი არ მქონდა რომ ისტორიკოსი ყოფილიყავი და რატომ? შენ რო 20-იანებში გეცხოვდა დახურების შანსი მქონდა მაშინ დახურებული ვიქნებოდი აუცილებლად, მაგრამ შეხედა როგორ არის რომ ყოფილიყავი ისტორიკოსი აგერ 2003 წლამდე პერიოდში, აი მთელი 1920-იანებიდან 2003 წლამდე პერიოდში ორი ადგილიდან ერთ-ერთს უნდა მიეღე რა, ან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრას, ან ივან ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს. აქ რა ხდება? აქ ჩაბუდებული არის კლანი და ამ მნიშვნელობა არ აქვს საერთოდ შენ ჭკვიანი ხარ, უჭკუო ხარ, ბოდვას წერ, მაგარ არ აქვს. აქ მნიშვნელობა აქვს რომ ვინ გაჩარხე რომ ყოფილიყო შენი ხელმძღვანელი, რამხელა გავლენა აქვს შენ ხელმძღვანელს და რამდენად უყვარ ხარ და რა ასაკის არის. იმიტომ რომ შენ ტიპიურად თუ ეხლა ის ძალიან დიდი კაცი არ არის, შენ ტიპიურად მისი ადგილი უნდა დაიკავო, ანუ იმის სიკვდილს უნდა დაელოდო, რომ გამოთავისუფლდეს და იმისი ადგილი დაიკავო. და ამათ ეგრეთ წოდებული ბაზისური დაფინანსება ეძლევათ, ანუ ისინი რაღაცა პროდუქტს ქმნიან, არ ქმნიან, ეს დაფინანსება არის. აგარაკი წყნეთში არის, ვაკეში ბინა არის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა რა ხდება 2003 წლის შემდეგ და როგორ გამიმართლა მე, რომ გამხდარიყავი ისტორიკოსი, რომ ეს საბაზისო დაფინანსება აი ამ კლანურ ბუდეებს მოეხსნა და გადავიდა რუსთაველის სამეცნიერო ფონდში. სადაც უნდა დაწერო პროექტი, ეს პროექტი უნდა შეამოწმოს მინიმუმ ანონიმურად ორმა რეცენზენტმა, რომლებმაც შენი სახელი არ იციან, მათგან შეიძლება 1-2 თუ არა ერთ-ერთი მაინც უცხოელი იყოს და შენ და მაყვალა გონაშვილი იქნება იქ თუ ვიღაცა სხვა იქნება, თანაბარ უფლებრივ მდგომარეობაში ხართ და მოიგებ, ვერ მოიგებ. აქედან გამომდინარე შევძელი, რომ თუათ იქ ბრიტანეთში წავსულიყავი სამეცნიერო კვლევაზე, იქ წავსულიყავი. ანუ შესაძლებლობების ფანჯრები გაიხსნა და ალტერნატიული უნივერსიტეტები გაიხსნა გარდა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტისა, სადაც შენ შეიძლება წახვიდე და შენი საქმე აკეთო. აი ხა მაგალითად ლაშა ბუღაძე როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო მწერალი, თუ ის საბჭოთა მწერალთა კავშირის მეტი ალტერნატივა არ ექნება მას. ხო გამორიცხული არის. ეხლა ლაშა ბუღაძეს რაში სჭირდება მწერალთა კავშირი, იმისთვის რომ თავისი წიგნი დაწეროს, სულ არ აინტერესებს. ან ბექა კობახიძეს რაში სჭირდება, ესე რა ქვია, ეთნოლოგიის და ისტორიის ინსტიტუტი იმისთვის რომ ისტორია დავწერო, ხო? ანუ ეს შეიცვალა და შეხედა რა ხდება, რომ რადგანაც ეს საბჭოთა სოციალური ქსოვილი აღდგენის პროცესია, ხო, ეს ხალხი წამოვიდნენ, როგორც აი ბურბონების რესტავრაცია რო იყო 1815 წლის შემდეგ საფრანგეთში და რო დაბრუნდნენ ესენი და აბა მოგვეთ ყველაფერი დაგვიბრუნეთ უკან, ხო? აი ეს მაყვალა რევანში. ხო, რევანში სრული მასშტაბით, აი მაყვალა გონაშვილები გამოდიან ეხლა და ლაშა ბუღაძეს ეუბნებიან. იმდენი ქონია ნაშოვნი, ნიშას დროს იმდენი ქონია ნაშოვნი, როგორც აღმოჩნდა, როგორ გამედა რომ ხმა ამოიღო, ბიჭო. არავინ არ გედავებოდა, ხმა არავის ამოიღო. ეგ ენას როგორ შეხ კომისიის თემაა, ხო, ისეთ რაღაცები ამოაგდეს, რომ აი ეგ საერთოდ სისულელი გააკეთეს ჩემეთ, რატო? გონაშვილის შემთხვევაში საერთოდ გავგიჟდი რა, საერთოდ არ უცოდი ამ ქალის არსებობას, სულ მოგითხა. არა, მე მახსოვდა. არა, მე საერთოდ არ უცოდი ამ ქალის არსებობას, მაგრამ ხო, ნუ აი ჯანდაბას იყო რაღაცა მოყვა და მე თურმე აღმოჩნდა რომ ამას უშოვია შენ ჭირი მე ნიშას დროს იყო თუ იყო ესე გამოდის. ასაკვირველი. არა, არ ყოფნის, გაიგერო, ანუ მარტო ის ფული რო იშოვა, ის კი არ არის მხოლოდ საქმე, აი პრივილეგია არ ქონდა რა, აი რეზვა მაშუკელს უყვარდა ეს ტერმინი, ნაპლავუ უნდა იყოს, გაიგერო, ანუ
მაღლა უნდა რომ იყოს, კაიგერო, აი მაკაფული კი არ არის, არამედ ის რომ კულტურის მინისტრთან ესე დაურეკავად უნდა მიდიოდეს. ხელით უნდა შეაღოს კაბინეტში. ხო, რა, ესე უნდა იყოს და შენ კაცო რაღაცა კონკურსები რომ მომინდომე აქ და რაღაცა საგრანტო პრინციპზე გადაიყვანე და რაღაც არ უნდა რა კაცო, იმას უნდა რომ დაალაგებული კონდეს, იჯდეს, ის ფული მოდიოდეს, ის მერე წყვეტდეს. მოგეთ საბოლოო ჯამში ეს არის ფეოდალიზმი. ეს მსგავსი სახის კონფორმიზმი არ მარტო კომფორტია, ესე რომ ვთქვათ, რომ რაღაც ბინა, მანქანა, ფული და ასე შემდეგ, პლუს არის პატიმოყარეობაც, რა სტატუსი რა. გურანდა გაბუნიას ცნობილი ფრაზა, რომ მე სახალხო არტისტი ვარ, შენ არავინ. ეხლა მე რომ გამოვიდე, რომ მე სახალხო რაღაც ბროლის ბუსფობელი ვარ, შენ, რავი, რა სულელია, ხო, ანუ ნებისმიერი დავის დროს შენი არგუმენტი თუ მე ვერ გავაქარწყლე ჩვეულებრივი მონაწილეები ვართ კამოდის, მაგრამ არა მე სახალხო არტისტი ვარ. შენ ვინ? რეპლიკის სახით მე მგონი გურანდა გაბუნიას ეს პრაზობერებ თუ დახვეწილე, ვიდრე მოსამართლე გელოვანის, რომელიც სამუშიას ეუბნებოდა, რომ მე გელოვანი ვარ და შენ სამუშია ხარო, როგორ მე კამათები. ეხლა კი, ორივე კვირის წინ. კი. გასაუბრო. აი ახლა. ყოველდღე ხდება 40-50 ინფორმაცია და გამოჩა გაიგე და ადამიანი მოსამართლე ეუბნება. მოსამართლე ეუბნება, აი ახლა ზუსტად აი კლანის წევრი ერთი. ხო, ლელოს პარტიის წევრს. ხო, რასეუბნება. კამათია და ვერაჩუმებს და მოსამართლე ეუბნება, რომ გაჩუმდიო და დააშტა, ნუ რაღაც ასეთი პოლემიკა და გელოვანი ვარ მეო და შენ რა გვარი ხარო. ერთი ვერსია ფარჯიანების გვარის წარმოშობის ერთი ვერსიაა, რომ ფარჯანიან ვარდანიძეებიდან ვართ რა და ანუ მორჩა კამათის დროს მე ფარჯიანი ვარ ხო სად შენი ხმა და მერთო ანუ ფეოდალიზმში წავიდა ეს ხო ეს გელოვანი აბსოლუტურად მაგრამ ეს ნუ ხო კრეტინიზმია თავისთავად ცხადია მაგრამ უკვე თითქმის ნორმირებული იმიტომ რომ ასეთი მენტალიტეტის ხალხი ყავთ ხო ამ კლანში ეს გამოზარდეს ეს ხალხი და ასე ფიქრობს ეს ადამიანი ანუ და ეს აწყობს გასაგებია ეს აწყობს მაგრამ ბექამ რაც თქვა ეს ზარმიშელოვანია ზურას სიამბულეში აი ეს თავისუფალი პრინციპში სივრცე, რომელიც გულისხმობს ხო მათ შორის აი ამგვარ პროფესიულ კონკურენციას, ეს ამის გაუქმება, ანუ ამის ამ რეალობიდან გამომდივართ სამწუხაროდ და გადავდივართ ძველ, აი სწორედაც გვიან საბჭოურ და ადრეულ შევარდნაძისეულ ეპოქაში დაბრუნება წარსულში მეტნაკლები კი აი ჩემი სფეროდა ხო ვოლგის ნაცვლად მაიბახი და არანაირი აი წარმოიდგინე წერალთა სახლი ხო არსებობდა წერალთა კავშირის მერე სადაც იყო კონკურსები თარგმანები ხო აი ფრანკფურტის ციგნის ბაზრობა რაზეც ამდენ საუბრობდით ხო სადაც უამრავი ციგნი შედიოდა და უცხოელი გამომცემლები და სხვადასხვა აქ ნუ ხა გასაგებია რომ ჩემი კოლეგების აბსოლუტური უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმშია და გამომცემლებისაც მაგრამ თავისთავად იყო კონკურსი აღარ არსებობს ასევე კინოცენტრი ავიღოთ სადაც იყო რამდენი წელია უკვე ბოლო 2 თუ 3 წელიწადია კინოცენტრს აღარ გამოუცხადებია კონკურსი, იმიტომ რომ რეჟისორები, ვინც მოქმედი რეჟისორები არიან უმრავლესობა, და სცენარისტები ამ კონკურსში მონაწილეობას აღარ იღებენ მორალური მიზეზების გამო, მაგრამ ამის და მიუხედავად არიან რეჟისორები, რომელიც უკვე პირადად აი ბექამ რაც ახსენდა მინისტრთან თუ სამინისტროსთან თუ რა ვიცი როგორც გნება ცეკასთან სიახლოვის გამო ისინი არიან უკვე პრივილეგირებულები და არიან ფავორიტებიც. ამიტომაც ჩვენ ვხედავთ აი კონფორმიზმის ეს ისეც მინდა რომ მოგალითი ამიტომაც ერთი რეჟისორი ორიოდე კვირის წინ ახალგაზრდა თეატრალურ რეჟისორზე წერს იმას იმ ტექსტს, რასაც წერს, გავიხსენებ მარკიზ დე სადის მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე, ხო, ლიბერტეს რა სკანდალი რომ მოყვა, ხო? აი იქ ხო ნახეთ ჩვენ ისეთი ხო ნახეთ ჩვენ ახლა კოლმოურობის თავმჯდომარესავით არ მინდა გვარის დასახელება, იმიტომ რომ ესეც ეყოფა, მე ვფიქრობ ამ ადამიანმა საკუთარ თავს და საკუთარი კონფორმიზმის და ანგარებას განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ხო ნახეთ როგორი ტექსტი დაწერა, დაგმო დათათავაძის სპექტაკლი. რატომ დაგმო? იმიტომ დაგმო რომ უკვე პრივილეგირებულია. არ მჯერა რომ ეს რაღაცა ჯერდი რა უკაცრავად ეხლა მარკიზ დე საძე და მე-18 საუკუნის ფრანგულ კლასიკაზე ვუკითხოთ, ეხლა მას ლექციები და ეხლა იმის რა ქვია, ეპატაჟურ თეატრზე თუ ასეთზე თუ ისეთზე. ეს არა, იმიტომ რომ პრივილეგირებ, იმიტომ რომ ახლოს არის სისტემასთან და სისტემის კაპიტალთან. კი, აი კაპიტალზე მინდა გადავიდე ზუსტად რა, ანუ ერთი მომენტი რაც არის სამწუხაროდ და ჩვენ ვერ დავშორდით მაგ მხრივ ზუსტად საბჭოებს რუსეთის იმპერიას არა იმპერიაში იყო კერძო საკუთრება და იყო შემოსავალი რა ანუ პირობითად რო ავიღოთ ახლა
კრეხელობა შედარება, მაგრამ ანსამბლი ორერა პოპულარული იყო და ბითლზი. ანსამბლ ორერას არასოდეს არ ქონდა საბჭოთა დროში შესაძლებლობა დამოუკიდებელი შემოსავალი ქონდა. ანუ რამდენსაც მისცემდნენ. პირობითად, ანუ შენი გაყიდვებით შენ თავს ვერ იგჩენდი, ხო და ან საბჭოთა სისტემამ რომ მიიბა, მე სამწუხაროდ ეგ არც მიშას დროს არ მოხდა რა ამის დემონტაჟი რა, ეს მიბმა, როდესაც სახელმწიფოზე ხარ როგორც ჩვილი ბავშვი დედის ძუძუზე ისე მიბმული რა, რომ სპორტსმენების მიმართ მე რატომ წდება გული და რატო ვამბობ რომ ეხა 2+2 უდრის 4 ეგეთ რაღაცაზე ხო შეგიძლია დააფიქსირო რომ მილიონები გაქვს შემოსავალი სპორტსმენს აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი რა გაიგე ძალიან ხშირად აქვს ძალიან მაღალი დამოუკიდებელი შემოსავალი მას რეალურად სახელმწიფოსგან პრემიაც კი არაფერ შეჭirdება რა ანუ რავი დააგდებს სიტყვაზე მაგ ფულს ბანკის ანგარიშზე ან რავი იყიდის კიდე ერთ რაღაც სათამაშოს პირობითად მაგრამ დამოუკიდებელი შემოსავალი აქვს კულტურის მოღვაწეები და ჩვენი კულტურა ახლა ვერ გახდა ისეთი პროდუქტი რომელიც ესე გაყიდვადება რა პირობითად რო ავიღოთ ახლა ქართული მუსიკალური მიდან ბენდებიდან ჯგუფებიდან ლაუდსპიკერსია და ბედფორდ ფოლზია ხო ანუ ხილვები აქვს რაღაც YouTube-ზე ბოლო-ბოლო YouTube-დან შეუძლიათ რაღაც პოპ ან ნახვებით მოაგროვონ რაღაცა თან. კლასიკური მუსიკის შემსრულებლები ძალიან პოპულარულები არიან. კლასიკური კი, მაგრამ პირობითად რა მაინც იგივე ქართველი მხატვარი იქნება თუ ქართველი მწერალი და რაღაცა აი ეს რო არ მოიშალა ტრადიცია მიბმის. რა რო ან მისი ყოველდღიური ესე ვთქვათ კარაქის და პურის ფული თუ სახელმწიფოდან მოდის რა და თუ მას ავიცი უნიჭობის არ გამართლების უბრალოდ ხა არის ზოგიერთი ადამიანი რომელიც საქართველოში დაიბადა და ვერ გასდა ქართულ საზღვრებს ხო ანუ ის ვერ შოულობს სხვანაირად სურა შეხედა მაგალითად ავიღოთ მეცნიერი ანუ არის რაღაცა დარგები რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებლად ჭირდება სახელმწიფოებს რომ იარსებონ მაგრამ ეს დარგები არ არის კომერციული ანუ ამად გარეშე ვერ იზავ, ну იგივე ჩემი სფერო რო ავიღოთ, ხო ხა ისტორიოგრაფია წლის ბოლოს რაღაცა მოგების ბალანს ვერ წერს, ხო, მაგრამ ხა ისტორია არ უწეროთ ხო შეგვიძლია გლობალურ მაგალითი ავიღოთ, NASA არის კარგი მაგალითი, NASA-ს არ აქვს რამე მოკლე ვადიანი პლუსი, ანუ NASA-სგან რამე იმას შემოსავალს ვერც ტრამპი იღებს, ვერც ბაიდენი, ვერც ობამა. დი დანახარჯი აქვს, მაგრამ NASA არის 200 წლის მერე მიიღებ რამე კაცობრიობა. და რა მაგრამ აქ ანუ სახელმწიფოს ფული კი არის ამაში მაგრამ ცეკაზე მდივანი არ უნდა წყვეტდეს ვინ მიიღოს ეს შემოსავალი რამიგე კულტურაში არ მოხდა ხა ისტორიაში შეიძლება კიდე მოხდა რაც სახე კულტურაში მოხდა ეგ ლაშა არ ვიცი შენ არა არ მოხდა მე მგონი სამწუხაროდ არ მოხდა ანუ რა ვიცი ლაშა უკეთესად იტყვის მაგრამ ანუ მოხერხ აი მე პირადად რა მე მაქვს საბრძოლება შეიძლება მცდარი რომ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ეს მანკიერი პრაქტიკა რაც იყო კულტურის მიბმის და სახელმწიფო ყოველთვის იყენებდა კულტურას და სპორტს ეს არც ნაციონალური მოძრაობის დროს შეწყვეტილა და არც შემდგომ რა ანუ ჩვენ ვერ ვიტყვით რომ მარტო ხოცები აკეთებდნენ ამას და სხვები არ აკეთებდნენ ანუ ეს ჯაჭვი ეს მანკიერი წრე არსოდეს გამწყდარა იცი მე ესე ვიტყოდი ახლა ხო ნებისმიერი გამოცდილება მეტნაკლებად ემპირიულიც არის და შენ გაცილებით მეტი ემპირიული გამოცდილება გახო ვიდრე მე სიტყვაზე ან მე თუ ძალიან ბანალურობა არ ჩამითვლით ამას და ისეთ ლიტერატურულ ცენტრობას მე არ მახსენდება პრინციპში შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული ვთქვათ კარგი მწერალი საერთოდ ამ შემთხვევაში როგორც მკითხველი ვიტყოდი ამას რომელიც რეჟიმს ან ხელისუფლებას ამა თუ იმ ფორმით დიდი რამბებს უმღერის არ მახსენდება ანუ ის არის კონფორმისტი და ის არის მუდმივად ახლოს მიახლოებას მუდმივად ცდილობდა და ცდილობს ხელისუფლებასთან რომელიც აპრიორი ამას ცდილობდა იმ თავითვე ანუ კრებითი მაყვალა გონაშვილი მე არ მახსენდება ჩემ კოლეგებს შორის რომელიც მეტნაკლებად საინტერესოა როგორც ავტორი ან როგორც პროზაიკოსი ან როგორც პოეტი მე ესეთი არ მახსენდება ხო შეიძლება მე გამახსენდეს რაში იცი რომ მეტნაკლებად საინტერესოა მე სოჭო წერლობაზე ვლაპარაკობ მე ვლაპარაკობ წერლობაზე მე ფართოდ უფრო თავშევიკავებდი ამ თვალსაჩინო უფრო გამეფართოვებდი აქ კიდე ძალიან რთულად არის საქმე რა თვალსაჩინო იმიტომ რომ თქო კულტურის მოღვაწეები მაგალითად თეატრალური მოღვაწეები კიდე ეს ტრადიცია არ ვიცი ამდენ მოვასწრებთ ამაზე საუბარს რომ უნდა მოდი უხეშად რომ ვთქვათ რომ ეფერებოდეს ხელისუფალი
ინტელიგენციის წარმომადგენელს, ხო? ეს სერიოზული მოთხოვნილებაა. საზოგადოებაშიც არის ხო, ასაკურველია ეს ანუ მარტო გურანდა გაბუნია კი არა, მას პატივისცემ. ჩვეულებრივი მოქალაქეც ითხოვს, რომ გურანდა გაბუნიას პატივისცემ, უბრალოდ იმის გამო რომ გურანდა გაბუნია. მაგრამ იმ თაობის მოუფერებლობა პუჩად გადაიქცა საბოლოო ჯამში 1991 წელს. რატომ არ მეფერების ათანადოდ? როგორც მე ვარ შეჩვეული მოფერებას. ანუ ეს იყო, რომ აი ხო იმ პატივში რატო არა ვარ რაშიც ვიყავ მე რატო არ მიწევ ანგარიშს მასოჩეს მოძებნეს მამა რომ არ უმამა სააკაშვილმა თუ კი ყოფილ ასე ვთქვათ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობ ისე როგორც უმამა მათ რაღაც უაზრო ზმნა გამომდის შევარდნაძემ ან ვთქვათ როგორც იყიდა მათი უმეტესობის სული ივანიშვილმა მაგრამ მათ მოძებნეს პატრიარქის სახით ეს თავშესაფარი აი ეს ძალიან დიდი ნაწილი ხო პირობითია მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს ხალხი რომელიც სტატუსის სადაც რაღაც ინსტიტუციამ ავტორიტეტულმა ინსტიტუციამ უნდა დიღიაროს სტატუსი მათთვის ეს მნიშვნელოვანი ამბავია ჩემი გადასახედიდან მან რაც ხდება ეს ყოფილი პირობითი მაგრამ ეხლა რაც ხდება კიდე რა მოვლენების მიდის კულტურაში ის თაობა რომელიც ამას მიჩვეული იყო უკვე ასაკიდან გამომდინარე მიდის ნელ-ნელა და ეხლა ლევან ლაუდაძეს პრინციპში ვერ იყიდი იმიტომ რომ განაიმედო რომ რაღაც თანხას ვერ მოიძიებ უბრალოდ არ იყიდება ის ადამიანი არიან ადამიანები რომელიც არ უნდა რა შენთან თამაშობა არანაირ ფასად არ უნდა ტოსკანინი რაც ახსენე შენ ხა განა მუსოლინის თანხა გაუჭირდებოდა უბრალოდ არ იყიდებოდა ტოსკანინი და მორჩა გათავდა ხო მორალური გამონაკლისები არიან ეგეთები დასახრუტები არიან რა ეგეთები ანუ არის ხალხი რომელსაც თუ არ დახვრიტა ესე ხო მაგას ანუ ვერ მოისყიდი სხვანაირ იმას ვერ მოუძებნი რა მიდგომას რა და შეიძლება ეს ხდებოდეს ეხლა მაგრამ დარწმუნებულიც კი ვერ ვიქნები რა ერთი საკითხი არის კიდე რა რაც აი ეს მითი რო დანერგეს რომ აი პოლიტიკა და სპორტი გავმიჯნოთ ხალხო და კულტურა და სპორტი გავმიჯნოთ თან უმეტესად ვინც ამას წერს გავმიჯნოთ წერეთ ეს არ გამოგჩეს და გავმიჯნოთ მაგრამ ეს ამ მითზე მინდა ვილაპარაკო დარწმუნებული ვარ თან რომ ერთ აზრზე ვართ რა და უბრალოდ უნდა განვავრცო და მაგალითებიც მინდა მეც მოვიყვანოთ თქვენც მოვიყვანოთ რა ან ეგ არის ყველაზე დიდი და სულელური ან პირდაპირ გოთლერნული მითი რაც ჩვენ დაგვაჯერეს ჩვენ საზოგადოებას რომ თურმე კულტურა და პოლიტიკა გამიჯნულია თურმე პოლიტიკა და სპორტი სხვა რამეები და გამიჯნულია საფეხბურთო ომი არსებობს ჰონდურასსა და სალვადორს შორის იყო პირდაპირ ეგრეა რო ნახო ინტერნეტში საფეხბურთო ომია ჰიტლერი იყენებდა სპორტს სტალინი იყენებდა სპორტს კენედიმ ხო ჯონ კენედიმ პირდაპირ თქვა რომ რაკეტების რაოდენობა და ოლიმპიური მედლების რაოდენობა ჩემთვის თანაბარი ღირებულებისაა. ხო, ანუ გახსოვთ ეს ცნობილი საბჭოთა კავშირის და დასავლეთის დაპირისპირება განსაკუთრებით ჰოკეიში. კანადა, საბჭოთა კავშირი, ამერიკის და კანადა-ამერიკის გაერთიანებული ინჰეილინის საბჭოთა კავშირის დაპირისპირებები, ხო, იგივე უნგრეთსა და საბჭოთა კავშირს შორის წყალბურთში ოლიმპიური ფინალი, ხო, ანუ ეხა რა ვქო, მაგას სისხლი წყალში თუ რაღაც ეგეთი სტატიებია, ან ყოველთვის სპორტი იყო კავშირში პოლიტიკასთან. არასოდეს ყოფილა სპორტი გამიჯნული პოლიტიკა. ხელოვნებაც რო ავიღოთ, ეხა გინდ, აგერ ჰამსუნი ვახსენეთ, გინდ დელაკრუას ცნობილი ნახატია, როგორც პოლიტიკაა თავიდან ბოლომდე, ხო, ანუ თავისუფლება, რომელიც მიუძღვის ხალხს, ხო, ანუ მანიფესტია, თავისუფლების ხანდაკება რა არის თუ არა ხელოვნების მიერ შექმნილი თავისუფლების სიმბოლო და პოლიტიკური მესიჯი, რომელიც ფრანგებმა გაუგზავნეს არ მარტო მსოფლიოს, არამედ ამერიკას და დღეს დგას ნიუ-იორკში, ხო, ანუ არ არსებობს და ჩვენთან ხალხს ცდილობენ თავს მოახვიონ, რომ არა იცი რა კულტურა, არა პოლიტიკა, სპორტი არა პოლიტიკა. იმ დროსთან როდესაც პირიქით როდესაც ჭირდება ძალიან მაგრად იყენებენ რა. პოლიტიკოს რატომ უნდა ურეკავდეს? შენაც ახსენე ქოჩორას. აი რატომ უნდა ურეკავდეს და ჩადიოდეს მაშინ თუ კი უნდა გაუმიჯნოთ.
რა ლოგიკას ემსახურება მაშინ ეს ყველაფერი? ეს პირველი არხის ბორდის ხდომები რო იყო რა და ეგ რა კარგი რაღაცა გაიხსნა. იმ კაცმა რო თქვა რომ მაიძულებდნენ რომ მიშლიდან რომ სალომონ ზურაბიშვილი არ ანახო და ირაკი ყობახიძე ანახო. ერთი მიშასდროინდელი ეპიზოდი გამახსენდა. ამხანაგური თამაში იყო საქართველო თურქეთი დინამოზე და თუ არ ვწდები მაგ დროს თურქეთს მსოფლიოზე აქვს მესამე ადგილი აქვს ეს ჰასან საში და ესენი რო იყვნენ რა ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს რუშთურეკ ხო და ჩვენი ტოპ მელერი არის წვრთნელი და ნუ ახლა არ უნდა მოვიგოთ რა წესით რა და მეორე ტაიმში ბრახ და მსირაძემ თავით გაიტანა 1-0-ს ვიგებთ და მიშა მოვარდა სტადიონზე ეგრევე ანუ აი დასასწრებად რა ანუ მე თამაში ბოლო 10 წუთი მოვიდა სტადიონზე იმიტომ რომ იმ კადრს ეჩვენებინა რომ ამ მოგებულ თამაშთან ასოცირდება ხო აი რაზე ვლაპარაკობთ ახლა ეს ყოველთვის ასე იყო რა უნდა საერთოდ ამ მაშინ ამ პოლიტიკოს სტადიონზე და იმ საპატიო ლოჟაში და რატო აჩვენებენსა და ანუ ივანიშვილმა 30 მილიონი ლარი რისთვის გადაიხადა წინა საარჩევნოდ აი რისთვის გადაიხადა რატო ურეკავენ ფეხბურთელს გოლის გატანის მერე თუ საერთო არაფერი არა რას ურეკავ ხო და ნუ კავშირშია ნებისმიერ შემთხვევაში ხო ანუ კავშირში გავა პოლიტიკა და სპორტიც და კულტურა სამწხადია კულტურას იმიტომ რომ კულტურას ისედაც სხვა მოქმედება აქვს ეგრე სწრაფი მოქმედება არ აქვს მაგრამ კულტურაც გჭირდება ხო მაგრამ ივანიშვილმა ჩადო ინვესტიცია კულტურაში იმიტომ რომ მთელი ეს 90-იანების ბოლო და 2000-იანების დასაწყისი პირდაპირ ესე ვთქვათ გოგოლისეული რომანის სახელწოდება ხო სულთა ყიდვა ახლა არა და არ სულთა მოდი ასე ნოვიტყვით ხო და ეს არ იყო ეს სასაკუთრებით ესეთი ყირალა თანხები იყო და ამან გამოიღო შედეგი ესეთი კლასიკური ესეთი მოდელი ხო თანხებში ანუ 1000 ლარიდან რაღაც ზემო ამას წინათ შევარნაძის ცენტრმა დადო ძალიან მაგარი ვიდეო ბოდიში არა შევარნაძის ცენტრმა დადო ძალიან მაგარი ვიდეო 97-18 წელი არის რაცა მიღებას აწყობს შევარდნაძე და აი ყაბელა აი დედაწული ანათო რომ მეტყვიან ჩამოვლაზე არიან რა ანუ საზეიმო მიღებაა მაგრამ აი როგორც რომ აი პანაშვიძე რომ ჩამოვლიან და ყველამ რომ უნდა გააკოცოს რა ესე იგი ეს კოცნები არ თავდებოდა ეს კოცნები და ანუ აი ეს რაღაცა მადლიერი ხალხი მიდის აი ეს კულტურის საბჭოთა ინტელიგენცია ძალიან მადლიერი არის და ნუ აი ჩამოშლილია ეს სახელმწიფო 90-იანებში შევარნაძის ფული არ აქვს მაგრამ მაინც რაღაცას მისგანელიან რა იმიტომ რომ მისგან ახსო ცხადია იმ პერიოდში ტრადიციული უფროსია ხელმძღვანელი ხო და მე ეს აი ივანიშვილი გადაიბარებს იმიტომ რომ ამასთან აქვს მე არ სამოქალაქო აქტიორს არც გმირობას ვიტყობ, იმიტომ არ არის გმირობა. ეგ ახლა ანწუხელიძეს ვერ მივედრები, მე Facebook-ზე რომ იმას ვწერ პოსტს რა და ეგ რომ გმირობა გაგვიხდა ამ ქვეყანაში, რომ Facebook-ზე პოსტი დაწერო და ვახ რა მაგარია რომ ბედავ ევროკავშირის დროშის გამოდენა ხო? არა, შეეშვი საკუთარი აზრის დაწერას ბედავ უბრალოდ ადამიანი, რასაც ფიქრობ იმასაც შეიძლება ცდები. უბრალოდ ფიქრობ წერ და იცი რომ რასაც შენ წერ არ მოეწონება პირობით კალზე ყობახიძეს, მაგრამ წერ და ეს რომ გმირობად ითვლება, ეგ პრობლემაა, მაგრამ ამასაც არ თხოვ, ერთხელ თხოვ წელიწადში პირობითად რომ რაღაცა მარტივ რაღაცაზე რომ კაცო ფეხი დაარტყეს და ნუ შენ კითხვიო დააფიქსეს, მაგრამ არ იყო რა ეს დაფიქსირება, ისეთი შორიდან ძნელი ამის ყურება, ეგ არა რას შენ თხოვ. 2+2-ზე თქვან 4, არ დამამადლონ რომ ამას მათემატიკოსი არა ვარ, ძმაო და 2+2 რა ვიცი მე ხარ რამდენია და მე ვაგებ ბურცავდები მთელი ცხოვრება. დიდი ბოდიში, მამაჩემი რომში დაიღუპა, ინჟინერი იყო ეგრე განათლებით. საერთოდ არაფერ შევალებოდა იმ ავტომატის აღება და რაღაც აშადარასთან სიკვდილი, მაგრამ არ უთხოვ ამ ყველაფერს. უბრალოდ როცა ცხადი სიტუაცია ვთხოვ რომ პოზიცია დააფიქსიროს ცხადმკაფიოდ იცი რატო რომ მას აქვს სახელი მას ვერავინ შეეხება აი ვერაფერს უზამენ საერთოდ ვერაფერს ვერ უზამენ ნაკრებიდან ამოაგდებენ ისევ და ისევ არესი იქნება იმათვის ვინც ამოაგდებს და ფულის მხრივაც რა უნდა მოვთხოვ ადამიანს ვისაც ის 100 ლარი არჩევნებზე ჭირდება რომ ბავშვს ორი დღის საკვები მისცეს თუ ერთი კვირის საკვები და აქ ტიპი უბრალოდ ნუ მაიბახს ვერ იყიდის შეიძლება მომდევნო სან რაღაც სხვას ვერ იყიდეს თორე არაფერს არ თქო ან იმ ასაკიდან და ემოციონალური მდგომარეობიდან მე გამოსული ვარ რომ ვინმე სამე მოვთხოვ არავის არაფერს არ თქო ყველა თავის სიმდისის და თავის წინაშე პასუხისგებელი დუმილი გაკვეთს ხო ანუ ეგაა რომ გმირობას რო ვითხოვდე მე რო გმირობას ვითხოვდე და რაღაც ცოტნე დადიანობას ვითხოვდე და გიორგი ანტუხელიძეობას
კი ბატონო, მაშინ სხვა რამეა, ეხა იქ ცოტა სხვანაირი აქტია და გაცილებით მეწყობს მოითხოვს, მაგრამ რავი, ეხა გასაგებად რო დაწერო მაგას, თანაჩენი არაფერს რა. კარგ მეგობრებო, უკვე ქრონომეტრაჟიც მაინც მილევადია. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. რამის თქმა ხო არ გინდათ, იმიტომ თემა არის არა მარტო საინტერესო, არამედ საჭირო რუტო თემა. რა, ჩვენი დღევანდელობაა მოკადდეს ყველაფერი რა. გუშინდელობაც და ხვალინდელობაც. ეკა. საქართველოს საინტერესო ქვეყანა არის და აქ საინტერესო იყო ყოველწლიურად. არასდროს არ ყოფილა საქართველოში ცხოვრება განჭვეტადი. ახლა მე აი გაბმული მეხსიერება მაქვს 1991 წლის შემდეგ. და 91 წლის შემდეგ არასდროს არ ვიცი რა იქნება გაისად. ეს არის ძალიან სტრესული. ხანდახან რაც მოგინდება კაც რომ ზელანდიაზე ცხოვრობდე, რაც დაგეგმილი იყოს ცხოვრება, მაგრამ მეორე მხრივ რო ცხოვრობდე ხა ეგეთ დაალაგებულ კარგ ქვეყანაში, აი რა უნდა გააკეთო, რომ აი შენ რაღაცა შექმნა დატოვო, ხო? ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც აქვს სერიოზული მემკვიდრეობის დატოვების საშუალება. ეს ხალხი, აი ეს თავის კონფორმისტები ყველა ვინც ვილაპარაკეთ, ვიზაც ვილაპარაკეთ, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი პრობლემის ნაწილი არის. ეს ტრანსფორმაცია დაიწყო, თქვათ 2004 წლიდან ტრანსფორმაცია დაიწყო და ამ ტრანსფორმაციის შედეგი თუნდაც ვარ მე და არა მარტო მე, უამრავი ადამიანი. და ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს შევცვალოთ რა. იმიტომ რომ ეს იქნება სერიოზული მემკვიდრეობა. და ამიტომ ჯერს ერთი რომ გვიყვარს ეს ქვეყანა და ამიტომ გვინდა რომ რაღაც ამიტომ ვეხეთქებით თავით ამ ყველაფერს, ხო? და უფრო ეგოისტურად თუ შეხედავ, აი რაღაცას თუ ყველამ ჩვენ სფეროში, ხო, მე ისტორიაში, ლაშამწეულობაში, ასე შემდეგ და ასე. ყველამ თავის სფეროში რომ რაღაცა დავტოვოთ პატარა მემკვიდრეობა, ეს შესაძლებელიც არის, ძალიან ჭირდება ამ ქვეყანას და საზოგადოებას და ეს მაგალითად ჩემს ცხოვრებას ესაძლევს აზრს. კი ბატონო. მეც აბსოლუტურად ვეთანხმები ბექას, მართლა ძალიან საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობ. ის ჰერმან ჰესეს ერთი ჩანაწერი გამახსენდა, სადაც ის ნახევრად ირონიულად ამბობს, რომ სამდროში დემოკრატია არის ძალიან მოსაწყენი, იმიტომ რომ ამბებს არ გთავაზობს ბევრს. მაშინ როდესაც დიქტატურა ყოველთვის არის გადავსებული ამბით, ძალიან დამთგუნველით, ხშირად გამანადგურებლით, მაგრამ ამბავია. ნუ იმედია აქამდე არ მივალთ, მაგრამ რაღაც ესე ტრანსფორმაციების ეპოქაში ვცხოვრობთ და ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სერიოზული გამოცდილებაა, ხო? ჰეგელის სიტყვებია, ხო, რომ ისტორია ეს არის წარსულის წინასწარ მეტყველება, ხო? აი ეს გაკვეთილია რაღაცნაირად, რაში ჩვენ ვართ და ნუ ყოველ შემთხვევაში ეს გაკვეთილი, ეს ისტორია, ეს ყველაფერი რომ დასრულდება რაღაცნაირად, აი ეს ეტაპი, ეს ციკლი საქართველოს ისტორიის, აი ეს რუსული ოლიგარქიის ციკლი და ეს დასრულდება ავტოკრატიის. მერე გვექნება ძალიან სერიოზული სასაუბრო. და ძალიან კრიტიკული თვითრეფლექსიაც და რეფლექსიაც და მტკივნეული აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ბექა და ზურა დამეთანხმებით. აი, საიდან აღმოცენდა და რატომ არ ჩაკვდა პირდაპირ მნიშვნელობით. აი ის რაზე ჩვენ ახლა საუბრობთ საათნახევრის განმავლობაში, ხო, ეს ძველი მონსტრი, ხო, ამას ამის აღმოცენებას ეხმარებიან და ეხმარებოდნენ რუსეთიდან, მაგრამ ჩვენ ძალიან სერიოზულ და გამცხრილოდ ბევრი რამ. ანუ ძალიან მძიმე საუბრები მოგველის რაღაცების გააზრების. უკვე ეს ეპოქაც საინტერესო იქნება, რეფლექსიის ეპოქა, აი ამ გვიანი ავტოკრატიის 2000-იანი წლების, უბრალოდ 30-იანი წლების დასაწყისის და ნუ ნახოთ. იმედია მივახცევთ ამ საუბრებამდეც. გასაგებია. ბექას ნათქვამს გამოვეხმაურო და ამით დავასრულებ პრინციპში ებრაული წევა რომ შენ საინტერესო დროში გეცხოვროსო რა და მე პირადად ვისურვებდი რომ უინტერესო დროში მეცხოვროს. ჩემი კოლექტიური მეხსიერება 99 წლის 9 აპრილიდან მოდის და რავი 9 აპრილის მე რაც მიტინგი მახსოვს და ამ შემდეგ, ნუ სოხუმი, დევნილობა, ასე შემდეგ
უდეს სიამოვნებით ვიცხოვრობდი უინტერესო ქვეყანაში, მაგრამ ვცხოვრობთ იქ, სადაც ვცხოვრობთ, ვართ ის, რაც ვართ, ქართველები ვართ და ავი საქართველოს სიმღერა საქართველო. ესაა და ეს რა, რაღაცებს ვერ გაექცევი. თან მართლა დიდი სიამოვნებით ვიცხოვრობდი უინტერესო ქვეყანაში. ну რაც არის ეს არის დიდი მადლობა სტუმრობისათვის და საინტერესო საუბრისათვის. სამწუხაროდ ქრონომეტრაჟი არ მადლობს მე საშუალებას.